საღამშვიდობის ეთერშია თავისუფალი სტუდია, მე ვარ ლელა ბაღდავაძე. ქართული ოცნების მწვავე კრიტიკის კვირეული მესამე დღეა საქართველოს ხელისუფლება ევროპელი ლიდერების მკაცრი შეფასებების ქვეშ. ამორიგი დებატები ევროპარლამენტში და ევროკავშირის საბჭოს ასევე კრიტიკული დასკვნა. ის რაც მხოლოდ ბოლო ორ დღეში ვნახეთ. რაც შეეხება ზოგად სურათს, წელი დაიწყო და ახლა უკვე სრულდება ბრიუსელსა და ქართულ ოცნებას შორის ღრმა კონფრონტაციულ ფონზე. ოცნება ამბობს, რომ ეს ბრიუსელი არ გავს ნამდვილ ევროპას. ევროპაში კი ამბობენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, როგორიც უნდა იყოს კანდიდატი ქვეყნის მმართველი ძალა. მაშასე კვლავ მწვავე კრიტიკა ბრიუსელსა და ქართულ ოცნებას შორის. წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ლევუძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი გახსნის დღევანდელ გადაცემას. გამარჯობა ქართულ სალომე, მადლობა სტუმრობისთვის და მიხარია, რომ საკმაოდ ისეთი ხანგრძლივი გასვლის შემდეგ დაუბრუნდით თბილისს. მიხარია თქვენ სტუდიაში ყოფნა პაუზის შემდეგ. ქართულ სალომე, ბრიუსელის მხრიდან კრიტიკით და მწვავე განცხადებებით სავსე იყო ბოლო დღეები, ამიტომ მოდით სწორედ ამით დავიწყოთ. პირველ რიგში კი საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ვისაუბრებთ, თუმცა ვიდრე კითხვას დაგისვავთ, გეტყვით რა დაინახა ქართულმა ოცნებამ და უშუალოდ შალვა პაპუაშვილმა გუშინდელის ხდომიდან ევროპის შესახებ, თუ კი ვინმე საინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციული უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ ხდომას უნდა უყუროს. დისკუსიის ნაცვლად ზიზღი, ფაქტების ნაცვლად ტყუილი, პასუხისმგებლობის ნაცვლად ცივილიზაციურად აღმატებულის პოზა. ის ევროპა აღარაა, რომლის თანამოქმედნიც ქართველები ვართო, ამბობს შალვა პაპუაშვილი. აი თქვენ როგორ ევროპას ხედავთ? ევროკავშირის და ევროპული სტრუქტურების რა სახე აჩვენა თუნდაც უშუალოდ გუშინდელმა დებატებმა და რამდენად აქვს ქართულ ოცნებას საფუძველი ამტკიცოს, რომ აი დისკუსიის ნაცვლად ზიზღი და ფაქტების ნაცვლად ტყუილი გახდა ევროპის ხელმწიფე? ახლა ქართულ ოცნებაზე რა უნდა ვთქვათ, ესე იგივე რუსების, რასაც ამბობენ და როგორც მოიხსენებენ, როგორც საუბრობენ ევროპაზე, ზუსტად იგივე სიტყვით საუბრობს მათი პროქსი წარმომადგენლობა საქართველოში და ხედავთ, რომ სხვათა შორის რაც უფრო მტკიცეა ევროკავშირის პოზიცია, მაგალითად უკრაინის ინტერესების დაცვის თვალსაზრისით და რუსეთზე წნეხის გაზრდის თვალსაზრისით, მით უფრო იზრდება ქართული ოცნების ანტიევროპული რიტორიკა, იმიტომ რომ რეალურად ეს არის ხელისუფლება, რომელიც გულშემატკივრობს რუსეთს, რომელიც ელოდება უკრაინის კრახს, ელოდება უკრაინის წაგებას ამ ომში და მათთვის ძალიან გამაღიზიანებელია ის სიმტკიცე, რა სიმტკიცეც ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი იმ პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც არის არა მხოლოდ უკრაინის საუკეთესო ინტერესებში, არამედ ევროპის საუკეთესო ინტერესებშიც, იმიტომ რომ ძალიან პრაგმატულადაც რო შევხედოთ, დღეს მათ შორის ის საკითხი, რომელზეც მე ძალიან ბევრს მუშაობ გასული თვეების მანძილზე, ევროკავშირის ერთიანი თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკა დღეს არის ყველაზე აქტუალური თემა ევროკავშირში, იმიტომ რომ ევროპას ძალიან კარგად ესმის, რომ თუ არ მოხდა რუსეთის შეჩერება, შემდეგი სამიზნე არის სწორედ სხვა ევროპული ქვეყნები, რომ უკრაინაში არ გაჩერდება ვლადიმერ პუტინი და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს ევროპა ბევრად უფრო ეფექტიანად გეგმავს საკუთარ პოლიტიკას რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთის შეკავების თვალსაზრისით და მით უფრო, ასე ვთქვათ, ხედავთ, რომ გაღიზიანებული ტონი გვესმის ჩვენ მოსკოვშიც და ამ ტონის, ამ გაღიზიანების ექო გვესმის თბილისში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს. რამდენად ეფექტურია ევროპა, როცა საქმე ეხება უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს და უშუალოდ ქართულ ოცნებას, ამაზე მინდა ვისაუბროთ და ის კრიტიკული განცხადებებიც შევაფასოთ, რაც გუშინ მორიგჯერზე მოვისმინეთ ევროპარლამენტარების მხრიდან. აქაც ხდა ამ შემთხვევაშიც ქართული ოცნება ამბობს, რომ ევროპარლამენტარების პოზიცია ახალი არ არის და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ესმით რეალურად ის, რაც გუშინ კიდევ ერთხელ ითქვა. ამიტომ ეს კითხვაც მინდა დავსვა, რა იყო ახალი გუშინ ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებაში და მეორე მხრივ რატომ ვერ მიდიან ევროსტრუქტურები წინ
და არ ვიცი, განცხადებების იქით კონკრეტული ქმედებების სახით. ეხლა გასაგებია, რომ ევროკავშირში არის თქვათ უნგრეთი და სხვა შორის უნგრეთზე, როგორც ევროკავშირის რაღაც ქმედებების ხელისშემშლელ ფაქტორზე ჩვენ ასევე ვისაუბრებთ, მაგრამ აი ამ ფაქტორების გარდა რამდენად არის სხვა მიზეზები, რის გამოც ევროპარლამენტი იქნება ეს თუ ზოგადად ევროკავშირის სტრუქტურა ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულ განცხადებებს, ასე ვთქვათ, ვერ სცდება. ხო, პირველ რიგში ჩვენ მე ვფიქრობ, რომ გუშინდელ განხილვაზე თუ ვისაუბრებთ ევროპარლამენტში გამართულ განხილვაზე, შეიძლება ადამიანის უფლებების დარღვევის და ასე ვთქვათ, კანონის უზენაესობის და ასე შემდეგ ჩვენ რაიმე ახალი არ მოგვისმენია, მაგრამ ახალი კონტექსტი გაჩნდა ამ დებატებში, რაც შეეხება ძალიან მძიმე ბრალდებას, რომელიც პოტენციურად ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს, რომელიც შადენილი იქნა მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევის დროს, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ გუშინ მნიშვნელოვანი დღე იყო ერთის მხრივ ევროპარლამენტში გაჟღერდა არაერთხელ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა და ჩვენი პოზიცია, ლელუს პოზიცია იმთავითვე იყო, რომ უნდა შედგეს საერთაშორისო გამოძიება, მხოლოდ საერთაშორისო გამოძიება შეუძლია დაადგინოს სიმართლე, მათ შორის შესაძლოა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია იქნას გამოყენებული ამისთვის და ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც საერთაშორისო გამოძიების მიმართ გუშინ გავიგეთ მნიშვნელოვანი იყო, მეორეს მხრივ ძალიან ღიად ქართულ ოცნებას უთხრეს, რომ ისინი იტყუებიან ასევე ევროპიდან, ამ შემთხვევაში ევროსაბჭოს წარმომადგენელმა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ თქვენ მე მომატყუეთ, როდესაც მითხარით, რომ ქიმიური არანაირი მინარევები თუ არ ვიცი რა ქვია, ნივთიერება არ გამოგვიყენებია ჩვენ წყლის ჭალში და შემდეგ თავადვე აღიარეთ, რომ ეს იყო ტყუილი, იმიტომ რომ თქვით, რომ გამოიყენებთ, უბრალოდ რომ ეს არ იყო ის ნივთიერება, რომლის კლასიფიკაცია შეიძლება როგორც ქიმიური იარაღის. ამიტომ ჩვენ გუშინ ის რაც მოვისმინეთ, არის მნიშვნელოვანი როგორც სტრასბურგიდან, ასევე ბრიუსელიდან იმისთვის, რომ უფრო წყობრად და უფრო ასე ვთქვათ, მყარად მოვითხოვოთ საერთაშორისო გამოძიება. მე სხვა შორის ძალიან ფრთხილად ვაფასებ. რამდენად ხედავთ აი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების პერსპექტივას, ესეც ვითხარით და რამდენად არის ეფექტურად იმ მექანიზმების გამოყენება შესაძლებელი, რომელიც როგორც ამბობენ, არსებობს. აქ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა თქმა უნდა, რომ ხელისუფლებამ თუ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, ეს გამოძიება სრულყოფილი ვერ იქნება, ხო? იმიტომ რომ მათ შორის თანამშრომლობა ამ თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ არ ითანამშრომლებენ, ეს უკვე თავისთავად არის აღიარებით ჩვენება იმის, რომ მათ აქვთ ბევრი რამ დასამალი, მაგრამ როგორც არ უნდა წარიმართოს, ასე ვთქვათ, რომ შედგება საერთაშორისო გამოძიება, არ შედგება თუ სხვა, ჩვენ დღევანდელი მოცემულობით უკვე დადგენილი ფაქტი ვიცით, რომ დემონსტრაციის დარბევის დროს გამოყენებული იქნა წყლის ჭაუში გარეული იქნა შესაბამისი საშუალებები, რაც არის უკვე უხეშად დარღვევა შესაბამისი, ასე ვთქვათ, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და ამაზე ყველა შემთხვევაში ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა წარიმართოს სამართლებრივი პროცესი. ჩვენ ნახეთ სხვა შორის გუშინ რომ გამოვიდა ასე ვთქვათ, წოლუკიანი განსაკუთრებით არის ხოლმე აღშფოთებული, როდესაც რაღაცა მორიგი მარცხი არის ამ ხელისუფლების და მათი ასე ვთქვათ, ნიღაბის ჩამოხთა ხდება საერთაშორისო ასპარეზზე მათთვის და ეთყობა ძალიან გაღიზიანებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებით, რომელმაც ღიად თქვა, რომ 2019 წელს ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს და მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება ეს დღეც, როდესაც აუცილებლად სტრასბურგი იგივე სიტყვის გასულ წელს განვითარებული მოვლენების და ასე ვთქვათ, აი ამ გასული 18 თვის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს ამას, ეს სამართლებრივი ბრძოლა უნდა წარიმართოს. ეხლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ევროკავშირი რატო ესე მესმის, რომ რატო არ დგავს უფრო ქმედით ნაბიჯებს? ხო, ანუ მაინც განცხადებების დონეზე რჩება კრიტიკა, შეიძლება ითქვას და
თუ არ ჩავთვლით რიგი ქვეყნის მიერ შემოღებულ სავიზო შეზღუდვებს, სხვა უფრო ისეთ ფართო და კიდევ უფრო მეტად მტკივნეული სანქციები არ შემოღებულა, ასე ვთქვათ, მე ვერ ვიტყვი, რომ სანქციები არ არის შემოღებული, ანუ პირველ რიგში რაც შეეხება კონკრეტულად ბიძინა იუანიშვილს, ის არის დასანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ევროკავშირის თუმცა ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომელიც უნდა გვახსოვდეს, იმიტომ რომ ეს ძალიან გამაღიზიანებელია მისთვის და საზოგადოებას, რომელსაც სურს მეტი ზეწოლა დასავლეთიდან, უნდა შევახსენოთ, დრო და დრო ეს სანქცია არსებობს. რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირმა გარკვეულწილად სანქცირება ამ ხელისუფლების მოახდინა იმით, რომ შეჩერდა ყველანაირი დახმარება, ანუ სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანოები ვეღარ იღებენ ვერანაირ დახმარებას ევროკავშირისგან, შეჩერდა გაწევრიანების პროცესი და ამ ხელისუფლებას ესენი ხო რაღაცა პიკში არიან უსინდისობის, იმიტომ რომ ეს არის ხალხი, ვისაც შეეძლო ერთის მხრივ ევროპული ფონდები გამოეყენებინა რაღაც მაგალითად სხვადასხვა მუნიციპალური პროექტების განსახორციელებლად და დამდგარიყო ევროპული ფულით დაფინანსებული პროექტები შეესაღებინა საზოგადოებისთვის როგორც საკუთარი მიღწევა და იქვე ელანძღა იგივე ევროკავშირი და ის დონორები, რომლებიც მათ ეხმარებოდნენ. და ცინვაა, რომ ეს ხელისუფლება ასე ვთქვათ, გრძალავს საერთაშორისო დახმარებას, როდესაც ჩვენ მრავალჯერ გვისაუბრია ამაზე, რომ ჩაშალო ის საერთაშორისო დახმარება, ბენეფიციარი დიდწილად იყო ხელისუფლება და ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამები. ამიტომ ფინანსურად ამ თვალსაზრისით არის უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული. რაც შეეხება ამის იქით წასვლას, მე ვიცი, რომ ევროკავშირში მიდის ამაზე მსჯელობა, როგორ აარიდონ თავი პოტენციურად ორბანის მიერ ვეტოს სანქციების, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ახლა სწორედ ხვალ გამოქვეყნდება საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება გაყინული აქტივების გამოყენებაზე რუსეთისადაც მსგავსი პრობლემაა. ასე რომ ამაზე პოლიტიკური მსჯელობა მიმდინარეობს და ნამდვილად არ არის ამოწყურული ეს საკითხი. უნგრეთის ფაქტორს რაც შეეხება და ამ კონტექსტში მოდით გადავიდეთ და კითხვა დავსვათ ევროკავშირის საბჭოს დასკვნაზეც, რომელიც გაფართოებასთან დაკავშირებულ საკითხზე მომზადდა და რომელშიც ასევე მწვავედ არის გაკრიტიკებული ქართული ოცნების ხელისუფლება და მისი პოზიცია. ეს დასკვნა და ტექსტი ახლა მედიის და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა გუში, როცა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ დანიამ გამოაქვეყნა, თუმცა აი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ განცხადების მიღება ევროპულ საბჭოზე იგეგმებოდა, მაგრამ აი სწორედ უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ჩავარდა. რა გონიათ მიზეზები იმის, რომ აი უნგრეთი ასეთი პრინციპულია, შეიძლება ითქვას, ქართული მხარდაჭერაში და რატომ ვერ ახდეს ორბანის ასე ვთქვათ პოზიციებზე გავლენას ვერავინ პირველ რიგში კი თავად ქართული ოცნება ორ სიტყვაში სამს ტყუილს ამბობს. ამ შემთხვევაში იტყუება პაპუაშვილი. სიმართლე რა იყო მაშინ ეს აუხსენე? სიმართლე ის არის, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში. საქართველოს გამო კი არ დაბლოკა ეს, ასე ვთქვათ, განაცხადი, არამედ ის არის მთლიანად შეეხება გაფართოებაში, ის პროცესში მყოფ, გაფართოების, ასე ვთქვათ, კალათაში მყოფ ყველა ქვეყანას და საქართველოს გამო კი არ გამოიდო თავი ორბანმა, არამედ თავი გამოიდო, იმიტომ რომ მათ შორის ეწინააღმდეგება უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში. გეტყვით რა მიზეზით, ჩემი ვარაუდით, იგივე მიზეზით, რომლითაც ორბანი არის უპრინციპო ადამიანი, რომელიც ერთადერთი რასაც ის ცდილობს ხოლმე რომ გამოივაჭროს, არის მეტი ფული ევროკავშირისგან და რამდენჯერმე გაუვიდა მსგავსი შანტაჟით მეტი ფულის, ასე ვთქვათ, გამოთხოვნა და აქ საქმე შეეხება ძალიან დიდ საკითხებს გრძელვადიან პროცესში, რო არ გადავღალოთ თქვენი მსმენელი, უკრაინის გაწევრიანება, რომელიც არის ძალიან დიდი ქვეყანა და უკრაინის მიწა, სასოფლო-სამეურნეო მიწის ზომა აღემატება ორჯერ ევროკავშირის ყველაზე დიდი სახელმწიფოების, ასე ვთქვათ, აქტივებს და შესაბამისად ევროპული ბიუჯეტი როგორ გადანაწილდება მომავალში იცვლება ეს პარამეტრები ძალიან საგრძნობლად ყველასთვის და ორბანი დღეს, ასე ვთქვათ, ვაჭრობს გარკვეული თემებით, რომელიც არის მისთვის მნიშვნელოვანი. თუმცა ორბანზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მხოლოდ ამ მომრჩეველს, უნგრულ ამომრჩეველს, რომელსაც შესაძლებლობა იქნება, რომ შეცვალოს ეს ხელისუფლება და იმედი მაქვს, რომ ისარგებლებს ამ შესაძლებლობით
შესაბამისად უფრო დემოკრატიულ სისტემას ვიხილავთ უნგრეთში. ევროკავშირის საბჭოს განცხადების შინაარსს გარდა იმისა, რომ გაკეთებულია მოწოდება საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული ადამიანი, გაუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, დააკმაყოფილოს ვიზა ლიბერალიზაციის კრიტერიუმები და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ, საბჭო კვლავ აფიქსირებს მოლოდინს, რომ საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას, რათა სრულ თანხმედრაში მოვიდეს ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, მათ შორის რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან მიმართებაში. ყველას ესე ვთქვათ სხვადასხვანაირად ესმის უშუალოდ ეს მოწოდება, რომელიც ახლა ჩავიკითხე განცხადების სწორედ ამ ნაწილს გულისხმობ. ეს არის თუ არა მოწოდება საქართველოს, ასე ვთქვათ, და სანქციები დაუწესოს რუსეთს და თუ კი ეს ასეა, მაშინ აქვე კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ბრიუსელს თავად ქართულ ოცნებაში უსვამენ, თუ ჩვენი ქვეყანა რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, რა მოუვა საქართველოს ეკონომიკას და რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ევროკავშირს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზიანი ანაზღაუროს. მარტივია, სინამდვილეში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ რეალურად ის სანქციები, რომელიც მიღებული იქნა ევროკავშირის მიერ, დაცული იქნას ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად და ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა დროს, მათ შორის თქვენი კოლეგების ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაჟონილი ინფორმაცია ეგრეთ წოდებულ, ასე ვთქვათ, მეორად გადაყიდვებზე და ასე შემდეგ, ხო, რეექსპორტზე საქართველოდან და მეორეს მხრივ ერთ-ერთი დღეს მთავარი თემა, რაც არის და თქვენ იცით, რომ დიდმა ბრიტანეთმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ნავთობის მეორადი, ასე ვთქვათ, ნავთობის სანქციების თვალსაზრისით უკვე გააფართოვა სანქციების ქსელი, შეიძლება ითქვას, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი, რაც ადგება რუსეთს, ეს არის სწორედ ნავთობზე დაწესებული სანქციების გამოყენებით. აქ ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, რომ საქართველოში ოპერირებენ სხვადასხვა ბიზნესები, რომლებიც რუს პარტნიორებთან ერთად სწორედ არის გამოყენებული იმისთვის, რომ სანქცირებული, მარტივად რო ვთქვათ, სანქცირებული ნავთობი რუსული გაირეცხოს და გადაიყიდოს, ასე ვთქვათ, იმ ბაზრებზე, სადაც ის სხვანაირად ვერ შევიდოდა. მაგალითად, ერთ-ერთი ამოცანა, როგორ შეიძლება ჩვენ ვებრძოლოთ იმას, რომ სანქციები არ დაირღვეს ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით. და იგივე შეეხება ახლა იგივე რაღაც ყოველ სტატისტიკას რო ავრცელებენ, ხო, მაგალითად, რეექსპორტს რაც შეეხება ჩვენი ქვეყნიდან, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებით, რა შედის რუსეთში, იმიტომ რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა, იმიტომ რომ შესაბამისი კვლევები აჩვენებს, რომ დღემდე რუსეთში შედის ის ორმაგი დანიშნულების სხვადასხვა გამოყენების, ასე ვთქვათ, საშუალებები, რომელსაც ისინი შეიარაღების შექმნაში იყენებენ და მათ შორის ერთ-ერთი სავარაუდო წყარო, საიდანაც შედის, ეს არის საქართველო. ამას ეუბნება ევროკავშირი და ესეთი, ასე ვთქვათ, რატო არ არის მოწოდება მაგალითად მოლდოვის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როგორც ჩანს, თანამშრომლობს მოლდოვა ევროკავშირთან, გაცილებით უფრო დიდი წარმატებით იმისთვის, რომ დაცული იყოს ის სანქციების რეჟიმი, რომელიც ევროკავშირმა დაუწესა. ანუ საქართველოს არ გახდეს შავი ხვრელი და არა ვთქვათ ახალი სანქციების დაწესება. საქართველოს რა სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს ახლა რა არის? სანქციები კი არ უნდა დაუწესოს, საქართველოს უნდა შექმნას ის ეკონომიკურ სავაჭრო და ექსპორტის, ასე ვთქვათ, რეჟიმი რუსეთთან, რომელიც დაიცავს ჩვენს ქვეყანას იმისგან, რომ არ იქნება ჩვენი ტერიტორიის და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გამოყენება არ მოხდება სანქციებისთვის თავის სასარგებლოდ. და აქვე მე მაქვს შეკითხვა, მე არ ვიცი, ეს ჩემი ვარაუდია, მაგრამ მე მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეგრეთ წოდებული ყბადაღებული არაბული ეს ინვესტიცია სინამდვილეში, რომ ეს არის სანქცირებული რუსული ფულის გარეცხვა ხდება ასევე ამ ქსელების გამოყენებით, იმიტომ რომ გაურკვეველია რატო ვერ შედგა გამჭვირვალეობა ამ პროექტთან დაკავშირებით და ასე ვთქვათ, ასეთი მძაფრი რეაქცია აქვს ხელისუფლებას ყველა მოთხოვნაზე გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იქ გარდა არაბული ინტერესებისა, მე ვფიქრობ, არის სერიოზული
რუსული სანქცირებული აქტივების ინტერესებით. სხვებმა კითხვა შემოგიტრიალონ, ასე თავად ლელო რატომ არის ამ პროექტთან მიმართებაში, აი ესე იმდენად დაინტერესებული, რომ ფაქტობრივად ყოველდღიურად უთმობს ამ საკითხთან დაკავშირებულ. მარტო ლელო ჯერის ერთი არ არის ამის ჩვენ რა ვიცი. ჩვენ განსაკუთრებული ინტერესი აქვს პირველი ვიყავს ამ პროექტთან მიმართებაში. ნუ სხვა ლელო პირველი იყო ასევე, რომელმაც ბავშვთა უფასო არ ვიცი მაგალითად დანგრეულ სკოლების პრობლემაზე ისაუბრა, იმიტომ რომ ეს აწუხებს ხალხს და დღემდე ძალიან ბევრს მუშაობენ ჩემი კოლეგები ამ თემაზე, იმიტომ რომ კატასტროფული ვითარება გვაქვს ქვეყანაში, ყვადაღებული რაღაცა ვითომ საგანმანათლებლო რეფორმა დაანონსეს და რეალურად ცდილობენ რომ გაანადგურონ დამოუკიდებლობა აკადემიური ჩვენს ქვეყანაში და ნახეთ რამხელა რეზონანსი ნახა საერთაშორისო მათმა რეფორმამ და რეალურად რაც გვჭირდება რომ სკოლა ქონდეს ბავშვს რომ წავიდეს და მეორე და მესამე სმენაში არის სწავლოს ეს ვერ მოუხერხებიათ ახლა ამაზეც ძალიან ბევრს ლაპარაკობთ და ამ ინვესტიციაზე იმიტომ ლაპარაკობთ რომ ხალხს აწუხებს და ჩვენი ამოცანა არის რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული და ვისაუბროთ იმ პრობლემების მოგვარებაზე რომელიც ხალხს აწუხებს მათ შორის გამჭვირვალეობა არაბული ინვესტიციების კიდევ ერთი რაზეც მინდა რომ ვისაუბროთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება შეუერთეს კონვენციას რომლითაც უკრაინისთვის საჩუქრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა და მაყურებლებს რომ გავახსენოთ საუბარია კომისიაზე რომელიც განიხილავს რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებულ ზარალსა და კომპენსაციასთან დაკავშირებულ საჩუქრებს და ამ თემაზე ვით უფრო მინდა თქვენთვის კითხვის დასმა რამდენიმე წუთის წინ ინტერვიუს დასაწყისში თქვით რომ ქართული ოცნება დაინტერესებულია უკრაინის კრახით და რუსეთის გამარჯვებით იმ ომში რომელიც მიმდინარეობს. ხო, აი იმ ფონზე როცა ქართული ოცნების მხრიდან ერთგვარად მიჩვეული ვიყავით უკრაინის კრიტიკას, აი უცებ მაკა ბოჭორიშვილის მხრიდან ვისმენთ განცხადებას, რომ უკრაინის მიმართ საერთაშორისო ნორმების დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. მარტივად გითხრათ, რასთან გვაქვს საქმე? მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის აზრია, რომ ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს ბიძინა ვაჭრობს. თქვენ რას გეუბნებათ ქართული ოცნების გადაწყვეტილება? ნაბიჯი გადადგას და შეუერთდეს, ასე ვთქვათ, დასავლურ ქვეყნებს უკრაინის. მე მინდა რომ პირველ რიგში საზოგადოებამ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და დაინახოს ვისთან აქვს საქმე, ანუ რეჟიმთან, რომელიც აი რას ეუბნება ბოჭორიშვილი, პაპუაშვილი და ეს ვიღაცა ბიძინა ივანიშვილის თოჯინები, რას ეუბნებიან ქართულ ხალხს უკვე 4 წელიწადია. როდესაც საუბარი იწყება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე ჩვენს ქვეყანაში, იმაზე რომ საკუთარი მოქალაქეები არ უნდა დაარბიო, არ უნდა გაანადგურო არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია. ქართული ოცნება იწყებს ლაპარაკს ეგრეთ წოდებულ გლობალური ომის პარტიაზე და ამბობს, რომ ესე იგი ევროკავშირი, როდესაც ითხოვს საქართველოსგან, რომ პატივის წეს საქართველოს დღევანდელმა რეჟიმმა ქართულ კონსტიტუციას, რომ ეს არის იმისთვის, რომ ზეწოლა განახორციელოს მასზე, რომ ესე იგი მეორე ფრონტი გახსნას და დაუპირისპირდეს რუსეთს. და იგივე ხელისუფლება აცხადებს, რომ ეხლა ჩადის, ესე იგი, თავყრილობაზე, სადაც პირდაპირ რუსეთის წინააღმდეგ ფაქტიურად ხდება სპეციალური კონვენციის მიღება და ხალხს თვალში ნაცარს აყრის, რომ თითქოს ის ატარებს პოლიტიკას, რომელიც არის თანხვედრაში დასავლეთთან, რაც შეეხება უკრაინას და რატო ჩავიდნენ მაშინ თუ გლობალური ომის პარტია არის დასავლეთი თუ გლობალური ომის პარტიის პოლიტიკა არის და deep state-ის და რაღაც სისულელეებს რო ბოდავენ ხოლმე ისინი და მათი პროპაგანდისტები რომ საქართველოში ამ ხელისუფლებამ პატივუნდეს ჩვენს კონსტიტუციას რას აკეთებენ მაშინ ჰააგაში იგივე სახელმწიფოების გაერთიანების ასე ვთქვათ ცდილობაში რატო მონაწილეობენ რომ დაიცვას დასავლეთმა უკრაინის ინტერესები ეს ხო ბოდვა არის რატო აკეთებს ამას ქართული ოცნება მარტივად იმიტომ რომ საქართველოში ღიად პრორუსული ხელისუფლება ბერაზდროს ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ამიტომ მათ სჭირდებათ ლავირების სივრცე, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელიც რუსეთისთვის არ არის დიდად მნიშვნელოვანი, როგორც ჩანს, აქვთ მიღებული მწვანე შუქი, რომ პრინციპში არ აქვთ პრობლემა, თორე რაც არის ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი თავდაცვისთვის და ჩვენი მომავლისთვის, როგორც არის ევროკავშირში გაწევრიანება, როგორც იყო ანაკლიის პორტის აშენება, როგორც არის ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცება.
ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ დაეტოვებინა საქართველოს მარტო, იზოლირებული და აბსოლუტურად დაუცველი რუსეთის წინაშე. ასე რომ ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშე ჩვენ გავართ. ჩვენ უნდა დავასრულოთ და არ მინდა გაგიშვათ ისე ბოლო კითხვა, მაინც არ დაგიშვათ აქციებსა და მომიტინგეებზე, რომლებსაც არ ვიცი, უკვე დგომასაც უკრძალავენ ტროტუარზე, შეიძლება ითქვას, გუშინ ერთი პირი დააკავეს, თუმცა არის მოლოდინი, რომ უფრო აქტიური და შესაძლოა მასიური ხასიათიც მიეცეს მომიტინგეების დაპატიმრებას. გულისხმობ ადამიანებს, ვინც არ დაემორჩილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდებას გაათავისუფლონ პარლამენტის ტერიტორიის ტროტუარის ნაწილი, თორე ხა თვითონ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვაზე უკვე კვირებია აღარც არის საუბარი. აი იაგო კაჭკაჭიშვილმა დასვა გუშინ ასეთი კითხვა ჩვენი ტელევიზიის ეთერში. აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ, ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან, სრულიად აბსურდთან მივედითო, ეს არის კაჭკაჭიშვილის შეფასება. თქვენ რას დაარქმევდით ამ სურათს? არაფერი მარტივია, ჩვენ ამას დიდი ხანია ვამბობთ, რომ ივანიშვილს აქ სურს დაამყაროს რუსეთის ანალოგიური პოლიტიკური რეჟიმი. რაიმე სხვა ამოცანა მას არ აქვს, იმიტომ რომ მას მოსწონს ეს არის დაკვეთა და ეს არის შეკვეთა, რომელიც აქვს მიღებული მოსკოვიდან და მე შეგახსენებთ, რომ რუსეთში цариელი ფურცლით ხელში ერთი ადამიანის პროტესტიც ისჯება და როგორც ჩანს ეს არის ამოცანა, საიდანაც მიდის ეს ხელისუფლება და ტესტავს ჩვენ საზოგადოებას, სადამდე შეუძლია რომ მივიდეს. აქ არის ძალიან მარტივი, ნახეთ, ეს ხელისუფლება უკვე ვეღარ შემოbrunდება, ანუ მათ გადალახეს რუბიკონი ავტოკრატიის გამყარების მიმართულებით, ხო? ანუ ეს აღარ არის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია რომ შემოტრიალდეს და რაღაცა სხვა მიმართულებით დაიწყოს სვლა. ამიტომ ერთადერთი გზა, რომელიც მათ დარჩათ, ეს არის ავტოკრატიის გამყარება. ავტოკრატიის გამყარება უნდა აშენდეს იმაზე, რომ შიშმა უნდა დაისადგუროს ბევრად უფრო ფართოდ საზოგადოებაში, სივრცე იმისი თუ რა არის დაშვებული ქმედება, მათ შორის Facebook პოსტისთვის დააპატიმრეს დღეს ადამიანს მიუსაჯეს ადრიანი პატიმრობა, ეს სივრცე უნდა შეიზღუდოს და ისინი უყურებენ რამდენად გაუვათ ეს. ამიტომ არის პროტესტის გაგრძელება, მე ყოველთვის ამ პოზიციაზე ვიყავი, რომ პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს პროტესტი არ აძლევს შესაძლებლობას ჩვენს საზოგადოებას რომ მოდუნდეს და შეეგუოს ამას, რომ ჩვენ ფაქტიურად ნელ-ნელა გვახრჩობენ ბოლომდე და თავისუფლების უკანასკნელ კუნძულებს ცდილობენ რომ გაანადგურონ ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ქალბატონ სალომე, სალომე სამგეშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს, ახლა კი ახალი თემები და კიდევ ერთი სტუმარი ქართულმა ოცნებამ 2024 წლის აქციების დაშლის საკითხზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე გახარიას პარტიის ინიციატივა ჩააგდო საზოგადოების სახელით საუბრის გამო ყოფილი პრემიერის გუნდი მწარედ გააკრიტიკა და ურჩია რომ 2024 წლის აქციების დაშლაზე საუბარს თავი დაანებოს, როცა მათ თავზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებია ჩამოკიდებული. ვის აქვს და ვის არ აქვს უფლება ისაუბროს აქციების დაშლაზე, ვინ უნდა მოუხადოს საზოგადოებას ბოდიში და ვინ ტყუის და ვინ არის მართალი, როცა საქმე ეხება ერთი მხრივ გახარიას, მეორე მხრივ კი ქართულ ოცნებას. მაშასე გვერდება გიორგი შარაშიძე, რომელიც პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს პარლამენტის წევრია. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ ჩვენთან ხართ. საღამოშიდობისა და მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ბატონ გიორგი, აი მოდით ჩვენი ინტერვიუ დავიწყოთ სწორედ პარლამენტის გუშინდელი პლენარული სხდომის შეფასებით, სადაც გავიდა და ჩავარდა 2024 წლის აქციების დაშლის კანონიერების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე თქვენი ფრაქციის ინიციატივა. ხა ეს მოსალოდნელი იყო, არც არავის პრინციპში არ ქონია განსხვავებული მოლოდინი, არც არავინ უშვებდა ქართული ოცნების მხრიდან რაიმე სხვა გაწყვეტილების მიღებას, ამიტომ საკითხის ჩაგდების მოლოდინი სავარაუდოდ ქონდა თქვენს. რა შესაბამისად, რა დაანახეთ საზოგადოებას იმ ინიციატივის დაინიცირებით, რომელიც აი წინასწარვე იცოდით, რომ ვერ გავიდოდა და განწირული იყო ჩავარდნისთვის და აქვე ხომ არ ქონდათ და რამდენად ქონდათ მოლოდინი, რომ ქართულ ოცნებაში გამოჩნდა თუნდაც ერთი დეპუტატი, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მხარდაჭერას გამოუცხადებდა. ლელა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმებ მაყურებელს. აი ბოლო კითხვიდან დავიწყებ, ამის მოლოდინი ნამდვილად არ ქონდა, იმიტომ რომ ახლა ოცნება იმის ოცნებაა, რომ იქ რაღაცა შიდა დემოკრატია და შიდა პარტიული დემოკრატია რომ არ არსებობს, ეს რა თქმა უნდა კარგად არის ცნობილი ჩვენთვის ერთი პარტიული მესეჯ ბოქსით
იმართება მთელი ოცნება და შესაბამისად ამის მოლოდინი არ ქონია. რა თქმა უნდა, არც იმის მოლოდინი ქონდა, რომ ოცნება დაეთანხმებოდა საგამოძიებო კომისიის შექმნას და აგიხსნით რატომაც. თქვენი კითხეთ რა დაანახეთ საზოგადოებას. საზოგადოებას დავანახეთ პირველად კიდევ ერთხელ, არა პირველად, მაგრამ კიდევ ერთხელ დავანახეთ ოცნების ნამდვილი სახე. თუ რა ისტერიკაში იყვნენ, თუ ადევნებდით თქვენ თვალს, იქ ნახავთ მათ გამოხდომებს, გამოხდომებს, მათ რეაქციებს და სრულად ისტერიული ფონი იყო, ასე ვთქვათ, დარბაზში შექმნილი და საკითხი, რომელიც აწუხებს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და ჩვენ სრულად სამართლიანად მათ შორის სამართლებრივ ჩარჩოებში, ჩვენთვის კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სრულად დასაბუთებულად და კანონთან შესაბამისად ვითხოვდით საგამოძიებო კომისიის შექმნას, აი ამ პროცესს და არ ზოგმა სპექტაკლი უწოდა, ზოგმა კორდებალეტი და ზოგმა კიდევ რა და რა, ხო? და ანუ შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ეს მათი სახე კიდევ ერთხელ დავანახეთ ხალხს, ამასთან ერთად დავანახეთ ის, რომ ოცნებას ეშინია, პირდაპირ ვთქვათ, ამ საკითხის გამოძიების. იმიტომ რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში, გარდა იმისა, რომ დაადგენდა სრულ სიმართლეს, თუ რა მოხდა რეალურად 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში და ვის მიერ იყო გაცემული ბრძანება წყალში სრულიად უკანონოდ. რაც მათ უკვე აღიარეს და მათი სუსის გამოძიებამაც უკვე აღიარა, რომ მოხდა გარევა ქიმიური, გარკვეული კონკრეტული ქიმიური ნივთიერების, აი ამ საკითხის დადგენასთან ერთად ჩვენ სრულიად ბუნებრივად შეგვეძლო მივსულიყავით მათ შორის 2019 წლის 20 ივნის რეზენის ტყუების გამოყენებაზე უკანონო ბრძანების გამცემთან, რადგან მოგეხსენებათ, სტრასბურგის სასამართლომ თავად დაადგინა და დააზუსტა და დაამტკიცა, რომ 20 ივნის რეზენის ტყუების გამოყენების ბრძანება არც გიორგი გახარიას და არც მის მოადგილეებს არ გაუწიათ. შესაბამისად, ეს კითხვა სრულიად ლეგიტიმური და ლოგიკური და ბუნებრივი კითხვა მას ვის შეიძლებოდა გაეცა რეზენის ტყუების გამოყენებაზე ბრძანება, რა თქმა უნდა, არსებობს და ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ასე რომ და კიდევ ერთი საკითხი, თქვენ იცით, სწორედ დაემთხვა გუშინდელ დღეს, ფაქტობრივად როდესაც დასრულდა განხილვა, ან მაშინ დაგვეწია ევროკომისრის ადამიანის უფლებათა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დარგში, ასე ვთქვათ, ევროკომისრის განცხადება, რომელმაც დაადასტურა, რომ 2025 წლის, ანუ ამ წლის დასაწყისში იანვარში, როდესაც მას ჰქონდა შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ დარახველიძესთან, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ უარყო წყალში ქიმიური ნივთიერებების შერევის ფაქტი, ეს ეგრეთ წოდებული ქიმიური გამაღიზიანებლების, ხო? რომელიც სხვათა შორის ნაწილობრივ, არა პირდაპირ, მაგრამ ნახევრად, ასე ვთქვათ, ბუნდოვნად, ნაწილობრივ, ამიტომ ვამბობ, დადასტურებული ქონდა ჯერ კიდევ 2024 წლის 30 ნოემბრის ცნობილ ბრიფინგზე, როდესაც რადიო თავისუფლების კითხვას უპასუხა და სწორედ ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ იმ ფაქტს, რომ ოცნებას რა თქმა უნდა ეშინია საერთაშორისო განსაკუთრებით საერთაშორისო გამოხმაურების და საერთაშორისო გამოძიების, იმიტომ რომ სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ნოემბერში დარახველიძემ ესე ბუნდოვანი პასუხი გასცა და თქვა, რომ ჩვენ შესაძლოა, ასე თქვა, შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო პოლიციის მიერ წყალში გარკვეული ნივთიერებები, მაშინ საქართველოში ამ საკითხს არ მოყოლია რაღაც განსაკუთრებული რეაქცია, ამიტომ ოცნებამ სავარაუდოდ ჩათვალა, რომ ეს საკითხი ეროვნულ დონეზე იყო, ასე ვთქვათ, მიჩქმალული, დახურული და შესაბამისად აღარ გადაწყვიტა ამის გასაჯაროება უკვე ევროკომისართან, ხო? ამიტომ მას შემდეგ კი უკვე რაც BBC-მ გაასაჯაროვა ეს დოკუმენტური ფილმი, ну, რა თქმა უნდა, ისინი სრულიად შოკში ჩავარდნენ. თქვენიც თავიდან რა განაცხადა გომელაურმა, მე სრულიად საპირისპირო განაცხადა არსებულმა მინისტრმა და მე კოლბახიძემ უკვე დაადასტურა, დიახ, უკვე დაადასტურა, რომ იყო გარეული ეს ნივთიერება წყალში. მინდა გითხოთ, უშუალოდ თქვენს ინიციატივასთან მიმართებაში დღეს დილით თქვენი პარტიის სხვა წარმომადგენელთანაც ვისაუბრე, აი სწორედ იმაზე, რა რეაქცია წამოვიდა სავარაუდო უმრავლესობის მხრიდან თქვენი ძალის წარმომადგენლებთან მიმართებაში. ასეთი მკაცრი სახით კი არა, თავჩაქინდრული უნდა იდგეთ თქვენს გუნდთან ერთად და ბოდიშს უნდა უხდიდეთ საზოგადოებას იმისთვის, რაც გააკეთეთ თქვენი ლიდერიანად 2019 წლის 20 ივნის რუსთაველზე პარლამენტის წინ, ასე მოგვართად.
სწორედ გუშინდა სხდომაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა. აი დავსვათ ეს კითხვაც, ვინ უნდა გაასწოროს პოლიტიკურად სახე და უშუალოდ ბოდიშს რაც შეეხება ხა თქვენს პარტიაში ამბობთ და დღესაც ითქვა რომ თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი ეს არის ქართული ოცნება, თუმცა ქართული ოცნება ამბობს რომ ბოდიშს კახარიას პარტია უნდა იხდიდეს. სიმართლე ხომ არ არის ის რომ ორივეს საკმარისი მიზეზი გაქვთ იმისთვის, რათა ორივე მოუხადოთ ბოდიშის საზოგადოებას. მოდი პირველ რიგში ვთქვათ, რომ საერთოდ ბოდიშის მოხდა არავითარი პრობლემა არ არის, როდესაც ამის რეალური საფუძველი არსებობს, მით უმეტეს ხალხთან, ხო? მაგრამ ვინ მინდა? არა, რის გამო უნდა მოვიხადოთ ჩვენ ბოდიში? უბრალოდ ვერ ხვდები. მით უფრო ოცნების მითითებით. ანუ რადონის უტიპრობასთან გვაქვს საქმე, ანუ ხალხი, პარტია და ეს ადამიანები, ვინც ბოდიშის მოხდისკენ ჩვენ მოგვიწოდებენ, თავად არ მოუხდიათ ბოდიში რაზე? ბოდიში იმაზე, რომ უღალატეს საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს. ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, სტრატეგიული ხაზიდან გადაუხვიეს, კონსტიტუციური ჩარჩოდან გამოვიდნენ. საქართველოს ევროპული მომავალი და ევროკავშირში ინტეგრაცია გააჩერეს, ადამიანებზე იძალადეს, ქვეყანა დემოკრატიისკენ მიმავალი და იმ ასოცირებულ ტრიოში მოგახსენებათ რომ მთელს რეგიონში ლიდერი ქვეყანა დემოკრატიული რეფორმებით მაჩანჩალა ქვეყანად აქციეს, რომელსაც ყველაზე ისტორიულად ყველაზე ნეგატიური და უარყოფითი შეფასებები აქვს დემოკრატიული განვითარების კუთხით და ეს პარტია, რომელიც აი ამ ყველაფერში სრულად არის დამნაშავე და ერთადერთი ძალაა, ვინც პასუხი უნდა აგოს ამ ყველაფერზე, ეს პარტია ჩვენ მოგვიწოდებს ვინმესთვის ბოდიშის მოხდაზე? ეს სრულიად წარმოუდგენელია. და აღარ საუბრობ იმაზე, რაც მოხდა რეალურად, ეხა აქ ქიმიური ნივთიერება ეს ერთი საკითხია ამის, მაგრამ იმ ძალადობაზე რა პასუხი აქვთ? ველა, რაც ხდებოდა თბილისის ქუჩებში, ეს ხომ გამოსაძიებელი აღარ არის? ეს ხომ თვალნათლივ გიხილეთ? 2019 წლის 20 ივნისის საქმეს გაძახებთ ყოველდღიურად, მართლა ყოველდღიურად ქართული ოცნება როგორც პერსონალურად გიორგი გახარიას, ისე თქვენს პარტიას. კი ბატონო, გეტყვით. BBC-ის სკანდალთან დაკავშირებულ საკითხზე მეტნაკლებად ვისაუბრეთ, ამიტომ ერთი კითხვა ამ კონტექსტშიც მინდა დაგისვათ, უშუალოდ ამ ეგრეთ წოდებული გავლოვის ღამესთან მიმართებაში ხა აქ მთავარი კითხვა არის ვინ გასცა რეზინის ტყუების გამოყენების ბრძანება. ხო, რაზეც თქვენს პარტიაში დღეს მდგომარეობით გაქვთ პასუხი რომ არ იცით. ეხლა თქვენ პირადად 2-3 დღის წინაც თქვით პარლამენტში გაკეთებულ კომენტარს გულისხმობ და ეს პოზიცია დღესაც დააფიქსირეთ, რომ აი პროტესტანტების წინააღმდეგ სწორედ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხზე სამართლიანი გამოძიება მიგვიყვანს პასუხამდე ვინ გასცა 20 ივნის რეზინის ტყუების გამოყენების ბრძანება. აი მოდით ერთ კითხვას დაგისვავთ. აი საუბარი იმაზე, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს 2024 წლის მოვლენების გამოძიების შედეგად მივიღებთ, როცა ამდენი წელია ამ ორ მოვლენას შორის. მოდით აი უმრავლესობის წევრ დეპუტატს ირმა ზავრადაშვილს დავესესხები და მისი სიტყვებით კითხავთ. ხომ არ არის გახარიულ საზოგადოებაზე გათვლილი და სხვა არაფერი? ველა, მოდით აი ბოდიშის ნაწილი რომ დავასრულოთ, ხო? ჯერ ეგეთი მე ვისაუბრ, ჩამოთვალე უკვე ეს ბევრი მიზეზი, რის გამოც თუ ვინმეს დღეს აქვს ბოდიში მოსახდელი, პირველ რიგში ოცნებაა, ხო? მაგრამ დავამატებ აუცილებლად განსაკუთრებით იმ ძალადობაზე, რასაც ადგილი ქონდა თბილისის ქუჩებში. მათ შორის თქვენს კოლეგებზე. ეს ხომ კარგად ვიცით, გურამ როგავას შემთხვევა, მაკაჩიხლაძის შემთხვევა და ასე შემდეგ. და აქ უკვე გამოსაძიებელიც არაფერია, იმიტომ რომ პირდაპირ ეთერში უყურებთ ჩვენ ყველაფერს ამას. აი ამ სისასტიკეს, არა ადამიანურ სისასტიკეს, რაზეც არა თუ არავინ არ დასჯილა და პასუხი არავის არ უგია. საქმეც კი არ აღძრულა საერთოდ არც ერთი ველა. ამიტომ შესაბამისად, როდესაც ჩვენ ამ კომისიას ვითხოვთ საგამოძიებო კომისიას, ეს აქ ქიმიური ნივთიერების უკანონო გამოყენება წყალში შერევა, ეს იმ ყველა დანაშაულის მხოლოდ ერთი რგოლია. და იქ დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული ზონდერები, რომლებიც კაცრად დაორგანიზებული დათარეშობდნენ თბილისის ქუჩებში ნოემბერ-დეკემბერში და იანვარში. დიდი ბოდიში, მაგრამ ვინმეს ოდნავ მაინც ეჭვეპარება, რომ აი ესეთი კაცრი ორგანიზება შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირ ჩარევის გარეშე შესაძლებელი იქნებოდა? რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა. და ამიტომ მოდი ეს თემა რომ დავამთავროთ. ბოდიში პირველ რიგში ამიტომ მოიხადო. ამიტომ მოიხადოთ, რომ ხალხი რა დღეში ჩააგდეს და მე იმიტომ, რომ დღეს საქართველოს მაჩანჩალა ქვეყანაა და ჩვენი მეზობლები გაცილებით წინ არიან დღეს ჩვენზე, როდესაც ჩვენ უკვე ბევრად წინ შეიძლება და ყოფილიყავით ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ახლა რა შეეხება 20 ივნის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სტრასბურგის მათ შორის გადაწყვეტილებით დადგინდა და დადასტურდა, რომ რეზინის ტყუების გამოყენებაზე ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუწია.
ისევე როგორც არ გაუცილებლია არც ერთ მის მოადგილეს. და უნდა ვთქვათ, რომ ყველა სხვა დანარჩენ, ასე ვთქვათ, ასპექტებში სტრასბურგის გადაწყვეტილება, სტრასბურგის სასამართლომ აღიარა, რომ ეს იყო შტურმი და იყო მოგერიების აუცილებლობა იყო დამდგარი. შესაბამისად, აქ გახარიას ვერავინ ვერაფერს ვერ მოედავება, ეს ერთი. დაადგინა სტრასბურგმა ისიც, რომ ეს იყო შტურმი და აქ თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, რომლებიც ესე ცდილობდნენ ხალხის ემოციების გამოყენებას, მეორე და მესამე კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ გიორგი გახარიას არ აქვს გაცემული რეზერვის ტყვეების გამოყენებაზე ბრძანება. და ამ ყველაფრის შემდეგ დიდი ბოდიში, მაგრამ პირიქით მათხომ არა აქვთ მოსახდელი ბოდიში იმაზე, რომ აი ამ მათ შორის ამ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარის თქმით ისინი ხელსაფარებენ მთავარ დამნაშავის. ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ კანონო ბრძანების გამცემა. ძალიან კარგად იცის ყველამ ამ ქვეყანაში ვინ არის ის არაფორმალური, ასე ვთქვათ, მართველი, რომელიც ხშირად ფორმალური, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირების გვერდის ავლით ღებულობს გადაწყვეტილებებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და მომავლისთვის. და ამიტომ ეს კითხვა, რომ ის ამ კითხვას რომ სვავთ და აი ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას რომ ვითხოვთ და ამას ის ისტერიკა მოყვება ოცნების მხრიდანაც მოყვება, ეს ხომ არ არის შემთხვევით კიდევ ერთი დასტური იმაზე, რომ ისინი პირველ რიგში ივანიშვილს აფარებენ ხელს. ადამიანს, რომელიც არის ის ეგრეთ წოდებული deep state ყოველ მეორე წინადადებაში რომ პირზე აკერიათ, სწორედაც რომ ნათელი გამოვლინება ვინ შეიძლება იყოს რეალური deep state საქართველოს რეალობაში. ამიტომ თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, აი დავასრულოთ ყველა ამას, პირველ რიგში არის ოცნება, რომელიც კიდევ ვიმეორებ, ანუ გახარიას ქმედებას რომ დაეცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, აფასებდა არათუ დადებითად. უბრალოდ პირდაპირ ამბობდნენ ისინი, რომ გახარია იყო ადამიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც გადაარჩინა და სხვათა შორის ივანიშვილის სიტყვებია. გადაარჩინა საქართველოს მორიგ უბედურებას და სახელმწიფო გადატრიალებას. და ის კარგი იყო, რომ გახარიამ შეუნარჩუნა, ასე ვთქვათ, ხელისუფლება და დღესაც პარლამენტში არიან. და იმის ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი ლევან გოგიჩაიშვილი იხსენებდა, რომ იქ შევარდნაძის დაცვის უფროსივით, პაპაშვილივით რო არ გაუღო კარი ნაცებს და არ შეუშვა პარლამენტში, ამის გამო ეხლა დღეს რისი თქმა უნდათ, რომ გახარიას რაიმე კავშირი შეიძლება ქონდეს ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს ხო საერთოდ დაუჯერებელი აბსურდია და ამის არავის არ ჯერა და სანამ რაც მალე დაანებებენ ამ აბსურდის ტირაჟირებას თავს, მით უკეთესი იქნება მათთვის. კარგი, უშუალოდ ქიმიური ნივთიერების გამოყენებას რაც შეეხება და ამ თვალსაზრისით BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის პრინციპში ახლა სწორედ BBC-ს კონტექსტში კითხავთ და მე სხვა თემები. BBC არა მხოლოდ დეზინფორმაციის გავრცელებაშია დადანაშაულებული ქართული ოცნების მხრიდან, არამედ საქართველოს ინტერესების მიზანმიმართულად დაზიანებაში საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ BBC დღეს არის პროპაგანდის მანქანა. მოდით ეს კითხვაც დავსვათ, აი რატომ არ უნდა დაუშვას საზოგადოებამ, რომ არ ვიცი, გამიზნულად თუ უნებლიეთ BBC-ც შეცდა. ეხლა BBC-მ აგერ თვითონ ქართული ოცნებაც აკეთებს ამაზე აპელირებას და შეახსენებს მუდმივად საზოგადოებას, რომ შეცდომა დაუშვა მაგალითად დონალდ ტრამპის ინტერვიუს, არ ვიცი, გაშუქებისას, ხო? და ახლა როგორც თვითონ ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, 10 მილიონს ითხოვს BBC-სგან სიცრუის ტირაჟირებისთვის. აი თუნდაც ტრამპის და ტრამპთან დაკავშირებული შემთხვევა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ისეთი ავტორიტეტული და არ ვიცი, გავლენიანი სანდო მედია საშუალებებიც შეიძლება შეცდნენ, როგორიც არის სწორედ ეს ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია. თეორიულად რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ პირველი ტრამპის მაგალითის მოყვანა საერთოდ რა შუაშია. ჯერ ეგერთი დავიწყოთ იმით, რომ ეს სასამართლო ჯერ არ შემდგარა და ჯერ არ დადასტურებულა. ახლა ტრამპი რადგან უჩივეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტრამპი ამ დავას მოიგებს. დაპირთხოვთ, ხო? ეს ამას არ ნიშნავს არანაირად. კი ბატონო. დადგეს ეს შედეგი და მერე ვისაუბროთ, ეს ერთი. მეორე, იმიტომ გვინდა ჩვენს ვიყოთ დემოკრატიული, თანამედროვე და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, რომ სადაც მართლაც რომ BBC ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასაც კი, როგორც არის BBC, შეიძლება უჩივლო და სასამართლოში შეიძლება სიმართლე დაამტკიცო. და დემოკრატიული საზოგადოების, ასე ვთქვათ, წესი და კანონი არის ის, რომ სასამართლოს დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ყველა უნდა დაემორჩილოს და მათ შორის BBC-ც იქნება ვალდებული რომ დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას და ის ჯარიმაც გადაიხადოს და ბოდიშიც მოიხადოს. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება კიდევ ვიმეორებ დემოკრატიულ ცივილიზებულ სამყაროში, რომელსაც ცილდება ოცნება,
რომლისთვისაც მთავარი არის იზოლაციონიზმი. ამ ქვეყნის მაქსიმალური იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან. რატომ? იმიტომ რომ მათ ისინი კარგად ხვდებიან რომ როგორც კი საქართველოს შეიძლება გახდეს ცივილიზებული სამყაროს და დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ისინი ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებენ. მათ მხოლოდ ჩაკეტილ, იზოლირებულ და ავტოკრატიულ სივრცეში შეუძლიათ ეფექტური ოპერირება და არა ღია გახსნილ და გამჭვირვალე საზოგადოებაში, როგორც არის თანამედროვე საზოგადოება. ასე რომ ეს ერთი საკითხი გამოვრიცხოთ. ჯერ და დაველოდოთ სხვათა შორის ჯერ პირველ რიგში ამ სასამართლოს და რას დაადგენს სასამართლო. ეს ერთი. და მეორე, თქვენ რასაც მეკითხებით, ახლა რა თქმა უნდა თეორიულად შეიძლება ყველა შეცდეს. აქ ამაში არ არის საქმე, მაგრამ რა კონკრეტულ ნაწილში კიდევ ვიმეორებ, ახლა პირობითად აქ თუ დადგინდა რომ კონკრეტულად კამიტი არ არის, მაგრამ სხვა ნივთიერება არის და ეს ნამდვილად დადასტურდა, ახლა ეს არ მგონია ოცნებას რამენაირად ამართლებდეს, ხო? და სხვათა შორის ამაზეც არის გადატანილი ძირითადი აქცენტი. იმიტომ რომ ვლელო ჩვენ არ ვიცი ხა ეს როგორც ჩანს რაღაცა საკმარისად ვერ გადის ეს ინფორმაცია საზოგადოებაში. თავად ის ფაქტი უკვე დანაშაულია. ჩვენ ამოვდით ამას პარლამენტში. იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს და გთხოვთ მომცეთ ამის საშუალება რომ კიდევ ერთხელ გავმარტო თქვენი მაყურებლისთვის რომ პოლიციის კანონში და არც ერთ სხვა კანონში არსად წერია რომ პოლიციას აქვს უფლება წყალში გაურიოს ქიმიური ნივთიერება. იმიტომ რომ იქ არის კონკრეტული ჩამონათვალი რა საშუალებები შეიძლება გამოიყენოს პოლიციამ დემონსტრაციების დაშლის დროს. და თავად ეს ფაქტი, ანუ კიდევ ვიმეორებ, ეს ნივთიერება, რომელიც კონკრეტული ნივთიერება, რომელიც არ იყოს აკრძალული კანონით, მაგრამ წყალში შერევის შემდეგ იმას სრულიად სხვა დამაზიანებელი ეფექტი შეიძლება კონდეს და ესეც არ ვიცით და ამიტომაც გვინდოდა სხვათა შორის საგამოძიებო კომისიის შექმნა რომ დაგვედგინა წყალში გაზავების შედეგად, წყალთან რეაქციაში შესulis შედეგად, თუნდაც არა აკრძალულ ქიმიური ნივთიერებას რა ზიანი შეიძლება და მოეტანა, ამიტომ უკვე დანაშაული სახეზეა. და რაღაცა გველაპარაკებია. ამოვწუროთ ეს თემა ბატონ გიორგი და სხვა კითხვებსაც დაგისვოთ და ახლა მინდა რომ პერსონალურად გიორგი გახარიას შესახებ კითხოთ. ახლა გიორგი გახარიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, საკმაოდ მოკლე, მაგრამ მაინც საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ჩაგდების თაობაზე, თუმცა ის არ გამოხმაურებია იგივე 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას და მეტიც არქივს გადავავლეთ თვალი და ბოლო განცხადება გიორგი გახარიას გავრცელებული აქვს 13 ნოემბერს. ახლა 13 ნოემბრის შემდეგ რეალურად ერთ თვეზე მეტია გასული, ხო? აი თვეში ერთი განცხადება, როცა გაქვს ამბიცია რომ ხარ ოპოზიციონერი ლიდერი. რას ნიშნავს ეს მინდა გკითხოთ? ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ გახარია ცალი ფეხით მაინც ფაქტობრივად გასულია ქართული პოლიტიკიდან? არა, ვერ დაგეთახმებით. პირველ რიგში იმიტომ რომ ყოველდღიურ რეჟიმში გიორგი გახარია არის ჩართული პარტიულ საქმიანობაში. ყოველდღიურ რეჟიმში. მინდა გითხრათ რომ შეიძლება უფრო აქტიურადაც საზოგადოება ამას ვერ ხედავს. ის არ ელაპარაკება ხალხს თუნდაც რა ვიცი, მინიმალურ დონეზე და თუნდაც პოსტების სახით. ხო, თქვენ ახსენეთ ეს გუშინდელი გამოხმაურება. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ის პირადად გამოხატავს საკუთარ პოზიციას. ნოემბერი იყო ბოლო განცხადება, ახლა უკვე ჩვენ არ დაგვავიწყდეს ლელა, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც თუ რა დენად მძიმე ბრალდებით არის საქმე აღძრული სრულიად უსამართლოდ. საქმე აღძრული გიორგი გახარიას მიმართ, ხო? როდესაც ქართული მიწის დაცვის გამო და სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვის გამო მას ედავებიან 13 წლიანი პატიმრობით. ემუქრებიან, ხო? და ახლა ეს ხომ ჩვენ კარგად ვიცით და ეს მაინც არ არის დასამალი და გამოსაძიებელი, რომ ეს ივანიშვილის პირადი ვენდეტაა. იმიტომ რომ ეს ხომ საჯარო ინფორმაცია, მას ხომ საჯარო დაპირება აქვს გაცემული ტელევიზიის სატელევიზიო ინტერვიუში დაახლოებით 1 წლის წინ, როდესაც პირდაპირ თქვა, რომ საქმე გამზადებულია უკვე გიორგი გახარიას წინააღმდეგ. ახლა ასეთ ვითარებაში, როდესაც ის არის აი პირდაპირ მსხვერპლი ამ ავტოკრატიული რეჟიმის, ძალიან მძიმე, ბრუტალური რეჟიმის არაფორმალური მმართველის მხრიდან ბუნებრივია ახლა ეს მის ყოველდღიურობაში გარკვეული ცვლილებები შევიდოდა და ეს არ მგონია რაღაც გასაკვირი იყოს საზოგადოებისთვის. თუმცა კიდევ ვიმეორებ ის ინარჩუნებს აქტივობას, ახლა ეს გუშინდელი პოსტიც არის ამის დასტური, ის აქტიურად მუშაობს ევროპაში. არაპირებს პირდაპირ კითხავ და კიდევ ერთი კითხვა, რამდენადაც ვიცი და უბრალოდ მახსოვს, სადღაც 10 დღე ორი კვირა თქვენ მივლინებაში იმყოფებოდით, ხო? ანუ არ იმყოფებოდით თბილისში. აი იქ ხომ არ იყავით გერმანიაში ბატონ გახარიასთან ამ კითხვასაც
წაგისვავთ და რატომ? აი პირად საუბრებში მართლა წამოვიდა ვერსიები იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარიამ შესაძლოა მისი პარტია საკუთარ გუნდს გადააბაროს, რომელთა შორისაც თქვენ იქნებით ერთ-ერთი წამყვანი. აუცილებლად ეს ახლა მესმის. მე ერთ-ერთი შემიძლია ის დაგიდასტუროთ, გეტყვით ყველაფერს. შემიძლია ის დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად უნდა ოცნებას და მათ შორის ივანიშვილს და ამიტომ საუბრობდი მე, რომ ეს მისი პირადი, ასე ვთქვათ, ვენდეტაა და პირადი პერსონალური შურისძიებაა, რომ გიორგი გახარია გავიდეს პოლიტიკიდან. ეს ნამდვილად უნდა ოცნებას. ნამდვილად უნდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან მათ, რომ თუ ვინმეს შეუძლია მათი ელექტორატის, ასე ვთქვათ, გადმობირება, მიმხრობა და ოცნების ელექტორალური რღვევა, ეს პირველ რიგში არის თვითონ გახარიას რა უნდა. გიორგი გახარიას უნდა ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა. და რა თქმა უნდა, მათ შორის ისეთი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა და განვითარება, როგორიც არის ჩვენი პარტია. და ამიტომ ის მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ შემთხვევაში ესე თუ ამას მეკითხებით, თქვენ როგორც გავიგე პერსონალურად გავა თუ არა, ხო, ეს იყო კითხვა. მე ვერანაირ ნიშანს აიმისოთ, რომ ის ამას აპირებდეს, ვეხედავ პირიქით ეს კიდევ ვიმეორებ, რომ შეიძლება იყოს ოცნების სურვილი და ამისკენ მიიმართებოდეს ეს ყველაფერი ეს ზეწოლა რაც ხორციელდება მის წინააღმდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმყოფებოდით თუ არა, ესეც რომ დავაზუსტოთ და უკვე მე გერმანიაში აყოფილი ვარ, მე ვიყავი ბრიუსელში, მქონდა მთელი ყოველდღიური, ასე ვთქვათ, გაწერილი გრაფიკით, შეხვედრები, როგორც ევროპარლამენტარებთან, ასევე ევროკავშირის სხვა აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, სხვათა შორის კარგი დრო იყო, იმიტომ რომ ვიცით თქვენ რომ გუშინ იყო დებატები, იქ იყო კიდევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა ახლა, მაგრამ ჩვენი ვიზიტიც გასულ კვირას იყო და რა თქმა უნდა ჩვენ ვისარგებლეთ იმით, სხვათა შორის ჩვენი ყოფნის დროს ჯერ კიდევ არ იყო ეს BBC-ის თემაზე, არ იყვნენ ისე კარგად ინფორმირებული და რა თქმა უნდა ჩვენს ზუსტი და სრული ინფორმაცია მივაწოდეთ მათ შორის ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ. ასე რომ არა, გერმანიაში პირადად არ ყოფილი ვარ, თუმცა არც იმის პრობლემა არ არის, რომ წავიდე, მაგრამ ვიყავი თავიდან ბოლომდე ეს მთელი კვირით. რადგან გიორგი გახარიას ირგვლივ ტრიალებთ, ახლა თქვენც აღნიშნეთ და მაყურებელმაც იცის, რომ მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმეა, ესე ვთქვათ, ჩამოკიდებული, აღძრული საქმე, რომელიც საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში ქართული საგუშაგოს გახსნას უკავშირდება. ახლა ქართული ოცნება რომ ამ საგუშაგოს გახსნას ამდენი წლის შემდეგ შეცდომად მიიჩნევს, ეს უკვე ესე ვთქვათ, ვიცით, იცის საზოგადოებამ და ამაზე აღარ გავჩერდეთ, თუმცა მინდა კითხოთ ოსური მედიის ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ცხინვალის ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ჩორჩანაში მთავარი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ახლა მანამდე მოვისმინეთ ასევე სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლის იგორ კოჩიევის განცხადება, რომელიც იმედს გამოთქვამდა, რომ რადგან საქართველოს ხელისუფლებამ ეს საგუშაგოს გახსნა შეცდომად შეაფასა და შეცდომა აღიარა, ქართული ოცნება დაშლიდა და გააუქმებდა გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ საგუშაგოებს. არ ვიცი, რამდენად მივალთ თქვენი აზრით აქამდეც და როდესაც უკან წამოვიღებთ ამ დადგმულ საგუშაგოს და მეტიც, აი რამდენად შეიძლება მივიდეთ იქამდე, რასაც წერს რუსული მედია, რომ საქართველო უარს ამბობს სამხრეთ ოსეთზე. ბელა, ყველაფერი მოსალოდნელია ოცნებისგან. ამიტომ ოდესაც ჩვენ ვიხილეთ ეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ უკვე ოფიციალურად ეს საქმე როცა აღიძრა, მაშინაც თქვით ეს და დღესაც მინდა გავიმეორო, რომ მარტო იმიტომ კი არ უნდა გამართლდეს გიორგი გახარია ამ საქმეში, რომ რაღაცა პერსონალურად მოვიგოთ ჩვენ ეს საქმე. ეს ქართული სახელმწიფოს ინტერესების გადარჩენის საქმეა. ავტომატურად ასე გამოდის. იმიტომ რომ ოცნება იმდენად არის ამ პოლიტიკური შურისძიებით და დაბრმავებული, მოდი პირდაპირ ასე ვთქვათ, რომ არაფრად დაგიდევთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს. იმიტომ რომ ამ საქმის შეკერვით და პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს შეკერილი საქმეა, ხო? ამ საქმის შეკერვით მარტო გიორგი გახარიას კი არ ებრძვიან. საქართველოს ეროვნული ინტერესებს ებრძვიან და ამიტომ მოყვა ამ ყველაფერს ხა თქვენს გზის გაყვანის ინფორმაცია ახსენეთ. იქამდე კიდევ ერთი ინფორმაცია იყო არანაკლებ დამაზიანებელი, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნა სიტყვით ასე, ჩოჩიევი თუ არ ვცდები, ხო? ის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს კოჩიევი, რომელიც წარმოადგენს აი ამ დე-ფაქტო მარიონეტულ რეჟიმს მოლაპარაკებებში, ხო? და მისი მოთხოვნა იყო, რომ რადგან ქართული მხარე თავად მიიჩნევს, რომ ჩორჩანაში, რომელიც შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, ვინც არ იცის, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელია, ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს განთავსება იყო შეცდომა, ამიტომ კეთილი ინებონ, ეხლა ეს საგუშაგოც უკან წაიღონ და ეს ტერიტორიებიც სამხრეთ ოსეთს
უბრალოდ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან წაიღონა. ანუ უკვე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიად მოიხსენიებენ ჩორჩანას ტერიტორიას. და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ უკვე ხა ეს გზის გაყვანის ინფორმაციაც უკვე აღარ იყო სამწუხაროდ რამე განსაკუთრებული სიახლე. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, რომ ყველაფერი მოსალოდნელია და ეს ამ საქმის გარშემო, იმიტომ უნდა გაერთიანდეს ყველა. კიდევ ვიმეორებ ამას, რომ ეს არ არის მხოლოდ ეს ავტომატურად ასე გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ ასე გვინდა, რომ ეს არ არის გიორგი ახარიასთან რომ ნებისმიერი ერთი ადამიანის საქმე. ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესების გადასარჩენის საქმე. იმიტომ რომ თვითონ ამბობენ და არაფერი არ დაგვიკარგავს ყველა სინამდვილეში. თვითონ ამბობენ რომ დავკარგეთო და აი ამ ნათქვამით ამ აღიარებით რომ თითქოს იქ რამე დავკარგეთ. რის გამო? იმის გამო რომ ჩვენი მიწა დავიცავთ და ღირსეული პოზიცია დავაფიქსირეთ და დავკარგეთ, ახლა ამას რა თქმა უნდა და ამას აღიარებენ შეცდომად. იმის გამო რომ გიორგი ახარიას საქმისთვის სჭირდება და ამის ბუნებრივია ახლა ეს მარიონეტული რეჟიმი ამით სარგებლობს და მაქსიმუმს ითხოვს. ამიტომ ძალიან დიდი და სარისკო ნაბიჯია ეს ოცნების მხრიდან და ამიტომ არის ეს მოვალატეობრივი. ეთი. ბატონ გიორგი, რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ბოლოს შეფასების საგანია ბრიუსელში გუშინ და დღეს გაკეთებული განცხადებები ბიძინა ივანიშვილის რუს ჯაშუშად მოხსენება, იქით მოწოდებების სანქციების დაწესების თაობაზე და განცხადებები, რომ საქართველოს ევროპას კი არ უახლოვდება, პირიქით ჩორდება, ამიტომ ბოლო კითხვას უკვე ამ თემაზე დავისვათ. ახლა ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ არ ვიცი, აი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი საქართველოსთან მიმართებაში ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან. მარტივად გითხავთ, სანამდე შეიძლება წავიდეს ურთიერთობების გამწვავება ბრიუსელთან და თუ ოცნება იზოლაციის, ესე ევროიზოლაციის პროცესს გააგრძელებს, რა შეიძლება ქვეყნისთვის იყოს საბოლოო ფინალი? პირველ რიგში მოდი ერთ საკითხი კიდევ ერთხელ კარგად განვმარტოთ თქვენ იცით რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა დეзინფორმაციასთან ბრძოლაა და პროპაგანდასთან ბრძოლაა და ეხლა თქვენ ახსენეთ ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და კიდევ ერთხელ დაუპირისპიროთ ამას სიმართლეს. სიმართლე არის ის რომ დემოკრატიის განვითარებისკენ მოწოდება, კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოწოდება, ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოწოდება, ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება ლელა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად. იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას თავად აქვს გაცხადებული ინტერესი და მისწრაფება ევროკავშირში გაერთიანებისკენ და ევროკავშირი კიდე ფუნდამენტურ ღირებულებებზე დგას და დეტალებში რო არ ჩავიდეთ ეს ღირებულებები თითებზე შეიძლება ჩამოთვალოთ. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლება. და აი ამ ხუთივე მიმართულებით, რაც არის მართლაც ფუნდამენტური ღირებულებები, გვაქვს სერიოზული უკუსვლა. ეს ხომ ყველამ კარგად იცის, ეს ხომ ამას ხომ ჩვენი რიგითი მოქალაქეები საკუთარ ყოველდღიურობაზე გრძნობენ. და ამის შემდეგ ამას აი ამ ყველაფრის გამოსწორების დახმარებას ისინი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად განიხილავენ, იმიტომ რომ ამას ამართლებენ თითქოს სუვერენიტეტისთვის და იმისთვის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები არიან და ყველაზე დიდი პატრიოტები არიან და მე ერთხელ ვთქვი და კიდე გავიმეორებ, რომ მათ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ქვეყნისთვის კი არ უნდათ, საკუთარი თავისთვის უნდათ. იმიტომ რომ სუვერენულად და დამოუკიდებლად გააგრძელონ დანაშაულების ჩადენა და ამას მომკითხავი არავინ არ იყოს, ხო? და რაც შეეხება თავად ევროიზოლაცია ახსენეთ თქვენ და ამიტომ ამბობ რატომ არის ოცნა უფრო მძაფრი რატომ არის აი ნახეთ მის ახსნა მინდა შევეცდები ძალიან მოკლედ ახსნა აი მაგალითისთვის რომ წარმოვიდგინოთ რომ ოცნებამ შემოიტანა განსახილველად დაუშვათ ევროკავშირში ინტეგრაციის ალტერნატიული კურსი მაგალითისთვის ხო რომ ესეც რა თქმა უნდა წარმოუდგენელი და აბსურდია იმიტომ რომ ამის ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს და აი ამას ასე ვთქვათ ესე ასაბუთებს რომ შეიძლება ეს ნეიტრალიტეტის თემა შემოიტანა ეს არის ერთ-ერთი ნაღმი კიდევ ჩადებული რა თქმა უნდა ეს არ არის იმ რაღაც გაუგებარი პარტიის ინიციატივა და რა თქმა უნდა ეს არის ოცნების მიერ სრულად მართული პროცესი უბრალოდ ოცნება ღიად ჯერჯერობით ამ პროცესში არ შემოდის ეს კარგად უნდა გვესმოდეს ეს ღიად მათი მართული პროცესი ამ ჯერჯერობით მიდის ამ იდეის ამ ძალიან სახიფათო იდეის გატესტვა, მაგრამ მე ამ შემთხვევაში რის თქმა მინდოდა, რომ იმიტომ კი არ გადაუხვიეს ევროპული კურსისგან, რომ მართლაც რომელიმე სხვა ალტერნატიული კურსი მიაჩნიათ ჩვენი ქვეყნისთვის უკეთეს ვერსიად. არამედ იმიტომ, რომ საკუთარი ხელისუფლების და ძალაუფლების გახანგრძლივებაში ცვლიან საქართველოს მომავალს.
ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული და ამიტომ არის ოცნება მოღალატე რეჟიმი. ბატონ გიორგი, ვფიქრობ, ვიდრე დაგემშვიდობებით ერთი კითხვის დასმას კიდე მოვასწრებ, მით უმეტეს რომ 2025 წელი მთავრდება, თქვენ პარლამენტის წევრი ხართ და ამ წლის განმავლობაში შეიძლება ვეღარ შევხვდეთ ერთმანეთს, ამიტომ კარგი იქნება თუ ქართული ოცნების კანონ შემოქმედებასაც შევაფასებთ, გადავავლებთ თვალს იმ კანონებს, რაც სწორედ მიმდინარე წლის განმავლობაში იყო მიღებული. აი რა ტიპის კანონები მიიღო, მოკლედ 2025-ში პარლამენტმა თქვენი შეფასებით ეს გითხარით და საიდან სანამდე მოვიდა ჩვენი ქვეყანა 2025 წელს, როცა საქმე ეხება სწორედ ცვლილებებს ამა თუ იმ კანონში. ელა მესმის რომ ახლა ჩვენ ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, მარტივად და მოკლედ შევაფასებდი ასე. უმრავლესობა კანონ პროექტებისა, თუ ეს არ არის რაღაცა ვიწრო დანიშნულების კანონები, ხა ესეც უნდა ვთქვათ, რომ იქ არის რაღაც ტიპის კანონები, რომელიც მათ შორის ჩვენ მხარდაჭერასაც იმსახურებს, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც პოლიტიკურად მოტივირებული ინიციატივები, ხო? მაგრამ ძირითადად აი მნიშვნელოვანი კანონები მიღების мотиваცია მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მათი ხელისუფლების და ძალაუფლების გახანგრძლივებას. ანუ ჯერ არის მიზანი როგორ შეინარჩუნოს ოცნებამ ყველაფრის ფასად ხელისუფლება და მერე მოყვება ამას უკვე დანარჩენი კანონები სხვადასხვა მიმართულებით. განათლება რო განათლებაა, ეკონომიკა რომ ეკონომიკაა, აი ეს ყველა მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ კანონი ემსახურება არა იმ კონკრეტული დარგების განვითარებას, არამედ იმას, რომ ოცნება რაც შეიძლება ეფექტურად მართოს ეს ავტოკრატიული რეჟიმი და რაც შეიძლება დიდხანს იყოს ხელისუფლებაში. ეს არის ჩემი მოკლე შეფასება. მადლობა ბატონ გიორგი სტუმრობისთვის. დღეს დაგემშვიდობებით. გიორგი შარიშიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამა თავისუფალ სტუდიაში. რეკლამის შემდეგ უკრაინის საკითხზე, დასავლეთში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ. შემოგვერდება დავით ციხარულიძე, ასე რომ დაგვერდით. რეკლამის შემდეგ თავისუფალი სტუდია პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას. ეს გადაცემის ბოლო ნაწილია, სადაც როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ისე გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს დავუთმობთ. დავიწყებთ სწორედ პროცესებით, რაც საქართველოს მიღმა მიმდინარეობს. შეფასებებს კი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიპლომატი დავით ციხარულიძე გაგვიზიარებს. გამარჯობა ბატონ დავით და მადლობა რომ შემოგვერთით და გვესტუმრეთ. ბატონ დავით. მადლობა დაპატიჟებისთვის. გადაცემის ეს ნაწილი უნდა გავხსნათ უკრაინაზე საუბრით, გამომდინარე თემის მნიშვნელობიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, არ ეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ ქვეყანას, არამედ გვეხება მათ შორის ჩვენც და მთლიანად ევროპას. ხა დღეს მთელი დღეა ბრიუსელია ყურადღების ცენტრში, სადაც ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს და რომელში მონაწილეობის მისაღებად დღეს ადგილზე ჩავიდა თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკის. სამიზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი შეეხება შემდეგი 2 წლის განმავლობაში უკრაინის დაფინანსების უზრუნველყოფას, ამ მიზნით კი გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესაძლებლობას. აი მაგალითად პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი ამბობს, რომ საკითხი დგას ასე. ევროკავშირის ლიდერები აირჩევენ ფულს დღეს თუ სისხლს ხვალ. თუმცა ხა ყველა ასე არ ფიქრობს და იცით რომ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების იდეაზე განსაკუთრებით აი ამ იდეას უბრალოდ საკმაოდ ისეთი მოწინააღმდეგეები ხავს. მათ შორის ბელგიის და იტალიის სახითაც, როგორც ამბობენ, თავი რომ დავანებოთ, თქვათ, უნგრეთს და სლოვაკეთს. აი თქვენი აზრით რა პერსპექტივა აქვს უშუალოდ რუსული აქტივების გამოყენების ინიციატივას, როცა ლიდერების პოზიციებს შორის აი ასეთი სიჭრელე და ამდენი განსხვავება? ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს გაყინული რუსული აქტივები პირდაპირ იქნას მიმართული უკრაინის რეკონსტრუქცია, უკრაინის საჭიროებებისათვის. მოდი ესე მოვყვეთ, რა ტიპის საჭიროებებია, ეს უკვე ცალკე განსასაზღვრია. ეს არის ერთი მხრივ იმისათვის, რომ აგრესორმა მიიღოს საზღაური, როგორც ეს მინიმალური საზღაური მაინც და ეს მის მიერ არის ეს ქალაქები და ადგილები დანგრეული, ამიტომ აუცილებელია რომ სწორედ იმ თანხით იქნას ეს აღდგენილი, რომელიც მას ეკუთვნება. ეს ერთი. მეორე, მართალი გითხრათ, აქ მე უფრო ოპტიმისტურად ვარ, ვიდრე პესიმისტურად. აქ ორი სხვადასხვა პოზიცია უნდა განვასხვაოთ. ეხლა ორბანის და სლოვაკეთის პოზიცია გასაგებია და საერთოდ ამაზე საუბარი არ არის, ის ორბანი, რასაც პუტინი დაიძახეს, პრაქტიკულად ყველაფერზე დროშას აფრიალებს ხოლმე.
და ამიტომ მისი მოესწენი რა ქვია მისი мотиваცია გასაგებია რაც შეეხება ბელგიის და იტალიის мотиваციას ცოტა განსხვავებული мотиваცია აქვს და მე ვფიქრობ რომ აქ მოგვარებადია საკითხი უბრალოდ ამ თანხების დიდი ნაწილი განთავსებულია უდიდესი ნაწილი ბელგიის იმაში იურისდიქციაშია და გარკვეული ნაწილი იტალიის იურისდიქციაშია ამიტომ ამ ქვეყნებს აქვს წუხილი და ლეგიტიმურია წუხილი რომ რამე რო იყოს და თქვათ ომის დასრულების შემდეგ საჩივრით რომ მიმართოს რუსეთმა საერთაშორისო სასამართლოს და ეს ქვეყნები დემოკრატიული და სამართლებრივი ქვეყნებია რუსეთივით არ არის თუ რამე წაართვა ვინმეს არავის არაფერს არ უბრუნებს ხო ასე აქვს მითვისებული უამრავი ქონება მათ შორის ქართული ქონებაც მას შემდეგ რაც პირველი და მეორე ოკუპაციების შემდეგ მაგრამ მათი წუხილი არის იმასთან დაკავშირებული, რომ ისინი არ იყვნენ მარტო ამის წინაშე და ეს გადანაწილებული იყოს ეს პასუხისგებლობა თუ გახდება ესეთი სამართლებრივი პროცესის საფუძველი იქნება ამაზე და იქნება რაღაც სამართლებრივი პროცესი, ეს არ იყოს მხოლოდ ბელგიის ვალდებულებები, ხო და ან ბელგიის საქმე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ მოძებნადია და ნამდვილადაც პოვნადია ის რომ ეს პასუხისგებლობა ყველა ევროკავშირის ყველა ქვეყანამ გაიზიაროს. შევხედოთ ბატონ დავით რა რისკებზე საუბრობენ მოწინააღმდეგე ქვეყნები მაგალითად ვიქტორ ორბანის პოზიცია ევროკავშირს სულს ერთ მეომარ მხარეს ფული წაართვას და მეორეს გადასცეს ეს არის სისულელე აცხადებს ორბანი რომელიც ამბობს იმასაც რომ ეს გადაწყვეტილება რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება ევროპის ომში ჩართვის ტოლფასი იქნება. აი რა რეაქცია შეიძლება კონდეს რუსეთს თუ კი ამ საკითხზე დადებით გაწყვეტილების მიღება მოხდება, ანუ რამდენად შეიძლება მოსკოვი გაბრაზდეს ისე რომ არ ვიცი რაღაც გლობალური ომის პროვოცირება მოახდინოს. შეიძლება ეს იყოს ნაბიჯი არა თქვა ომის დასრულებისკენ, არამედ პირიქით ამ გაწყვეტილებამ ომის კიდევ უფრო გაღრმავება და გაჩაღება გამოიწვია. არა, პირიქით. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ომს უფრო დასასრულისკენ წაიყვანს, ვიდრე გაღვივებისკენ. პირველი, აბსოლუტურად სრული სისულელი არის, რასაც ორბანი იძახის და ჩვენ ახლა მეჩვეული ვართ, ორბანი ძირითადად აჟღერებს ხოლმე რაღაცა ცალსახა ერთმნიშვნელოვან პრორუსულ პოზიციებს. აქ არ შეიძლება ტოლობის ნიშნის დასმა ორივე მხარეს შორის. ეს არის სრული არც მორალურად გამართლებული არ არის, არც პოლიტიკურად გამართლებული არ არის და ზოგადად ფაქტობრივადაც არასწორია, ხო? ეს არ არის ორი მეომარი მხარე. ეს გახლავთ რუსეთის აგრესია მიმართული უკრაინის წინააღმდეგ და ამ ომში უდიდესი ზარალი მიიღო უკრაინამ და არა რუსეთს. რუსეთის ტერიტორიაზე რუსეთის ქალაქები არ დანგრეულა და უკრაინა არ ებრძვის რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობას. ბავშვების გატაცება, ქალაქების დანგრევა, ადამიანების დახოცვა, მათ შორის ნონკომბატანტი, ანუ ვინც ომში არ არის ჩართული ისეთი ადამიანები დახოცვა, ეს რუსეთი აკეთებს ამას. ამიტომ ბუნებრივია და გასაგებია, რატომაც გაიყინა ეს აქტივები პირველ რიგში და შემდგომ რატო არის ეს საკითხი დამდგარი ისე რომ ეს აქტივები განკუთვნილი იყოს უკრაინის საჭიროებებისათვის. ამიტომ ამ ნაწილში მე ვფიქრობ, რომ სრულიად გამართულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად სწორი გადაწყვეტილებაა ეს. მეორე, რაც არის, იქნება თუ არა ეს ესკალაციის წინაპირობა. მე ვფიქრობ, რომ არა, თავიდან ბოლომდე ეს ომი, ეს ომი აწყობილი აქვს პუტინს ფულზე. არანაირი იდეა არ არსებობს, ვერც გაიგო. ნახევარზე მეტმა რუსეთმა ვერ გაიგო საერთოდ რა არის ამ ომის მიზანი. გარდა იმისა, რომ აი პუტინმა დაიწყო ეს ომი და ის ხალხიც, ვინც იქ მიდის, ეს არ არის, არ გახლავთ რაღაცა თუნდაც, რა ვიცი, მე ესეთ ბრიყული რაღაც მარქსისტული ლენინური სტალინური იდეები, რომლის გამოც ხალხი შეიძლება მიდიოდა როდესღაც. აქ არანაირი იდეური საფუძველი აქ არ არსებობს. აქ არის ძალიან მარტივი თვლით არის, ხო ეს? პირდაპირ ფულს უხდის ამ ადამიანებს, რომლებიც აი განსაკუთრებით 22 წლის მერე, 2022 წლის მერე, როდესაც პროფესიული არმია პრაქტიკულად ჩაწვა უკრაინაში, შემდგომ ეს ახალი ხალხი სჭირდება და ეს ადამიანები იხოცებიან, ეს ხალხი მიდიან იქ ძალიან მაღალი ანაზღაურების საფუძველზე. როგორც კი ამ ომის შეჩერების გასაღები არის პუტინის ხელში.
და ამ მას შეიძლება ომის შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ აიძულოს იმან, რომ ფული აღარ ექნება იმისათვის. ხო, თავად ზელენსკიც ამბობს, ხო, შორზე პუტინი არ ჩაერთვება მოლაპარაკებებში, თუ ევროკავშირი რეპარაციული სესხის შესახებ გაწყვეტილებას არ მიიღებს. ზელენსკი მედიასთან დღეს თქვა ისიც, რომ თუ უკრაინას ეს თანხები არ ექნება, მაშინ იქნება უკრაინა სუსტ პოზიციაში, რაც ძალიან კარგად იცის პუტინმა. აი მოდით ასეც დავსვათ კითხვა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ახლა თქვენ კი თქვით, რომ პერსპექტივა იმის, რომ დადებითი გაწყვეტილება იქნას მიღებული რუსულ აქტივებთან მიმართებაში არსებობს, თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ასეთი გაწყვეტილება, ანუ უკრაინის სასარგებლო გაწყვეტილება არ იქნება მიღებული და ეს რა და ამან როგორ შეიძლება, რა მიმართულებით შეიძლება შეცვალოს ომის? ეს კიდევ უფრო წაახალისებს მე ვფიქრობ პუტინს, იმიტომ რომ ჩათვლის ხომ გეუბნები თავიდან ბოლომდე ეს ომი და თავიდან ბოლომდე მისი ძალაუფლება დგას ფულზე. მისი გარემოცვა და ეს ხელისუფლების პირამიდა არის კორუმპირებული პირამიდა, რომელიც თავისივე ხალხს ძარცვავს და შემდგომ არის მას აქვს შესაძლებლობა და აქვს გააჩნია ის ფული ნავთობის და ძირითადად ნავთობიდან და გაზიდან მიღებული შემოსავლით, რომ ეს ხალხი თავისივე ხალხი გაუშვას ომში საომრად. ამიტომ ჩემი აზრით ეს ამ გადაწყვეტილების არ მიღება ბევრად უფრო გაართულებს მშვიდობის მიღწევის პერსპექტივას და ამ გადაწყვეტილების მიღება უფრო დაახლოებს მშვიდობის პერსპექტივას, იმიტომ რომ პირდაპირ აშკარად და ერთმნიშვნელოვნად იმას და იმ კომპონენტში დაემუქრება რუსეთს კიდე დამატებით საფრთხე, რომელზეც დგას თავიდან ბოლომდე როგორც პუტინის ძალაუფლება, ასევე პუტინის ომი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს. ასევე თანაბარ მნიშვნელოვანია ასევე უარის თქმა პუტინის ნავთობს. და მე ვფიქრობ, რომ აქ ეს არის კარგახანია უკვე ეს შეიძლება გახდეს გასაღები და მთავარი ფაქტორი იმისი, რომ ეს ომი შეჩერდეს. იმიტომ რომ ძირითადი შემოსავალი რუსეთს აქვს ნავთობიდან. და თუ კი მოინახება საკმაოდ რთულია რომ ყველა ასე ვთქვათ ხრელი გადაიკეტოს, რა ხვრელითაც ის ნავთობს ყიდის და ხო თითქოს დაიწყო ალტერნატიულ გზებზე გამზების მოძიებაზე მუშაობა, თუმცა როგორც კი ეს ეფექტურად განხორციელდება, როგორც კი ამუშავდება ეს ამერიკული სანქციები, რომლებიც გამოაცხადა თავის დროზე ამერიკამ და შემდგომ ცოტათი გადაუწერა ჩათვალა რომ სამშვიდობო პროცესი მიმდინარეობდა. მაშინ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვნახავთ უფრო მეტად განწყობილ რუსულ ხელისუფლებას იმისათვის, რომ შეაჩეროს სისხლძვრა. სხვა შემთხვევაში აქ უკრაინაზე ბევრი არაფერი არ არის დამოკიდებული. უკრაინა იცავს თავს. ის განაგრძობს თავდაცვას და არასოდეს არ უნდა შეაჩეროს თავდაცვა, იმიტომ სხვა შემთხვევაში ის სახელმწიფო შეწყვიტავს უბრალოდ არსებობას. ეს არის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს არ არის რაღაცა ჩვეულებრივი სადაო საკითხის გარშემო მიმდინარე ომი, ხო? აქ როგორც ერთხელ კიდევ მინდა ვთქვა, რომ პუტინი თუ შეაჩერებს ომს, ომი გაჩერდება. უკრაინა ვერ შეაჩერებს, იმიტომ ის უბრალოდ თავს იცავს. კეთილი, ბატონ დავით, აი რაც შეეხება თვითონ ამ ომის შეჩერების პერსპექტივას, ახლა ბრიუსელში მიმდინარე ევროპული საბჭოს სამიტის პარალელურად უკრაინის დელეგაცია გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც პარასკევს და შაბათს, ანუ ხვალდაზე იქნება ტრამპის მრჩევლებთან მოლაპარაკებები, ისე როგორც თავის მხრივ ამერიკაში გაემგზავრა და შეხვედრები ექნება რუსეთის დელეგაციასაც. აი თავად ომის დასრულების მიზნით მიმდინარე ეს პროცესი და აი დინამიკა, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ვხედავთ, რა შეფასების გაკეთების საფუძველს იძლევა. რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინაში ომი თუნდაც ნელა, მაგრამ დასასრულისკენ მიდის. მოდით ესე ვთქვათ, მე ამ მოცემულ ეტაპზე სკეპტიკურად ვარ, განწყობილი, რომ ომი დასრულდება. აქ აშკარად ვხედავთ, შეერთებული შტატების ნამდვილად უნდა რომ ამა თუ იმ ფორმით შეაჩეროს ეს ომი. უკრაინისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, 4 წელია ქვეყანა ომშია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს შეთანხმება, რომელსაც ახლა პუტინი დაეთანხმება. წარმოუდგენელია. რა ვიცი, ხა თუ რაღაც მანდამაინც უკრაინა არაპირებს არანაირ ესე ვთქვათ ისე დათმობებს, რომელიც არ შეესაბამება მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სხვა შემთხვევაში
პუტინის ამოცანაა, რომ გაანადგუროს უკრაინა. მისი ამოცანა თავიდანვე ეს იყო, გარდა ამ სისულელეებსა, დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია თუ რაღაცა სისულელეებს რო იძახო და ეს ფაქტიურად ადამიანურ ენაზე რო გადმოვთარგმნოთ, ნიშნავდა, რომ უკრაინას როგორც სახელმწიფოს განადგურება სურდა მას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეხლა სანამ მას ფული აქვს, სანამ ჯერ კიდევ ახერხებს და აქვს იმის იმედი, რომ ნავთობს კიდევ გაყიდის, ამ ფულს ვერ წაართმევენ და ასე შემდეგ, მე ვერ ვხედავ მისგან სურვილს ან მზადყოფნას, რომ შეაჩეროს ცეცხლის შეწყვეტასაც კი დაუჭიროს მხარი, არათუ სამშვიდობო ფართე სამშვიდობო მოლაპარაკებას. ამიტომ ამ მიმართულებით მე არა ვარ თქვათ ოპტიმისტურად განწყობილი. უბრალოდ რა თქმა უნდა ისინი განაგრძობენ როგორც რუსულ დიპლომატიას და ზოგადად რუსულ სახელმწიფოს ჩვევია მანიპულირებას თვითონ პროცესით და რომელსაც პრაქტიკულად შედეგი არ მოყოლდა. კეთილი ბატონ დავით მე ესე ვფიქრობ რომ ალბათ ესე გაგრძელდება. დრო რომ სწორად გავანაწილოთ, გადმოვიდეთ საქართველოში და ახლა უკვე უშუალოდ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ამ პროცესების ასე ვთქვათ კვალ ბრიუსელის ძალიან ისეთ მწვავე შეფასებებიც შევაფასოთ, შეფასებები რომელიც კეთდება ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის ჩვენ გუშინ ევროკავშირის საბჭოს დასკვნაც ვიხილეთ გაფართოების საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც 26 ქვეყანა უჭერს მხარს 27-დან. ევროკავშირის საბჭოს შეფასებით და მინდა ვუთხრა ეს მაყურებლებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოალეს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება. ევროკავშირის საბჭო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები ევროკავშირის მოლოდინებს არ შეესაბამება. საბჭო საუბრობს, სერიოზულ უკუსლაზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის სფეროებზე. რამდენად დამსახურებული და სამართლიანია შეფასებები, კრიტიკული შეფასებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მისამართით ისმის და ხო აი რა პრობლემები დაგვანახა, რა პრობლემებს აჩვენებს ევროკავშირის საბჭოს დასკვნა და შეფასებები. ხო, რა ვიცი, ლელა, ჩემი აზრით მე ვფიქრობ, რომ თავშეკავებულიც კი არის ეს შეფასებები. ჩვენ ვინც ამ ქვეყნის შვილები ვართ, აქ ცხოვრობთ, ჩვენ უნდა ვხედავთ ამ უკუსლას, კატასტროფულ უკუსლას. და ეს პირველ რიგში ჩვენზე აისახება. ეს რაც უბედურება ხდება, ხო, ეს დემოკრატიული ეროზია, სახელმწიფოს მიტაცება, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, აბსურდული კანონები, სრულიად აბსურდული, აი დრაკონული კანონებია. ხო, ეხლა რაღაც ახალი კანონია, პირდაპირ ჩანაწერს, რომელიც არის კონსტიტუციური ჩანაწერი, ამ ჩანაწერს ეწინააღმდეგება და საერთოდ აბსურდამდეა მისული უკვე აი ამ იმის გამოხატვის თავისუფლების აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები, ხელისუფლების მიტაცების საკითხი, რა ვიცი, საგანმანათლებლო ორგანიზაციებზე დარტყმა, ყველანაირ ორგანიზაციებზე, რომელიც მთავრობასთან არ არის დაკავშირებული, ამასთან ამის წინააღმდეგ გალაშქრება, განსაკუთრებით ჩემთვის როგორც აი ამ ქვეყნის შვილისთვის, განსაკუთრებით მიუღებელი შემზარავია აი ეს დიდი ხანია უკვე მიმდინარეობს ამ მთავრობის მხრიდან ქვეყნის დახლეჩის თანმიმდევრული და მიზანმიმართული მცდელობები. დაყოფა ჩვენები და ისინი ვიღაც ხალხი, რომლებიც ათასნაირი სახელით დაძახება სხვადასხვა ჯგუფების, რომლებიც მათ მხარს არ უჭერენ. მერე თვითონ თავისივე ჯგუფიდან თუ ვინმე გამოეყოფათ, მერე იმისაც რაღაცა მტრად გამოცხადება. ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება საერთოდ ერს დაემართოს. როდესაც აი რას დაასრულეთ და კითხოთ. როდესაც აი ესე ადამიანების ერთმანეთთან როცა ხელისუფლება არჩევნების პერიოდში ხდება ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ როდესაც არ არჩევნები უკვე მოქმედი ხელისუფლება, ვისაც ძალაუფლება ხელში აქვს, ის ყოფს ადამიანებს, თავისივე მოქალაქეებს, რა ვიცი, პირველ ხარისხოვნად და მეორე ხარისხოვნად ტრებად და მომხრეებად, ეს უკვე კატასტროფის მანიშნებელია და ეს ხელისუფლება კარგავს ყველანაირ მორალურ და რა მიზანი აქვს ქართულ ოცნებას მის მიერ წარმოებული პოლიტიკით თქვენი აზრით? ამოცანა ვთქვათ ამ გზით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებაში დარჩენა და ძალაუფლების შენარჩუნება თუ ამოცანა საქართველოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაკარგოს ევროპული პერსპექტივა და შესაძლებლობა, რასაც ქვია ევროკავშირის წევრი? ჩემი აზრით ორივე ერთი და იგივე ამბავია. პირველი რაც რა თქმა უნდა მათ უნდა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ ეს ძალაუფლება და ძარცვონ ეს ქვეყანა. ჩვენ ნახეთ ეს კორუფციის მასშტაბები, აი რა ვიცი, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ამოუღეს 6 მილიონი დოლარი, რა ვიცი, სახარჯო ფული ედო სახში.
აი კატასტროფული მასშტაბებია და ეს არის მხოლოდ აი რაღაცა ედო. კატასტროფული მასშტაბები აქვს ამ კორუფციას მიღებული და უნდათ რა თქმა უნდა შეინარჩუნონ ეს და მე ვფიქრობ რომ ამისთვის ყველაფერს აკეთებენ გაწერილი არის საქართველოს ეროვნული ინტერესები თავიდან ბოლომდე მათ შორის ინტერესები რომელიც უკავშირდება ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას ნატო ჩვენ დასავლურ ინტეგრაციას თავიდან ბოლომდე და ეს არის ძალიან აშკარა ყველასთვის ხო ჩვენ გქონდა ახლა შანსი და ეს შანსი თავიდან ბოლომდე წყალშია გადაგდებული იმის გამო ამ ხალხს უნდა გადააქციონ ეს ქვეყანა ავტორიტარულ ქვეყანად. შემთხვევითი არ არის რომ ისინი პოზიციონირებენ სოფლიო ასპარეზზე როგორც აი რატო წავიდნენ იმაში აშხაბადში. იმიტომ რომ ისინი ამბობენ რომ ჩვენც აი რაღაც დაახლოებით აი ესეთი ტიპის კლუბის წევრები ვართ. ხო რა გინდათ ჩვენგან ავტორიტარიზმი იქნება ჩვენ არა ვართ და აღარა ვართ ესეთი პარტნიორი ქვეყანა რომელსაც უნდა თავისუფლება და უნდა რაღაც ევროპული ინტეგრაცია ესეთ განცხადებებსაც სწორედ აშხაბადში ვიზიტი რადგან ახსენეთ პრემიერ კობახიძის ბატონ დავით ამ ვიზიტს ბევრი უყურებს როგორც განაცხად დე ფაქტო განაცხადს ნეიტრალიტეტის შესახებ. აი თქვენ თუ დაინახავდით კობახიძის თურქმენეთში ჩასვლას ამ ჭრილში, იმიტომ რომ თვითონ ღონისძიება, რაშიც მან მიიღო მონაწილეობა, იყო სწორედ გაეროს მიერ თურქმენეთის ნეიტრალიტეტის აღიარების 30 წლის თავთან დაკავშირებით. ნუ მე მძიმედ ვხედავ ამას. იცით რა არის ცალკე აღებული როდესაც თქვენ აი თურქმენეთში ცალკე ვიზიტი არა, თუმცა ხო მესამედ ჩავიდა უკვე ერთი წლის განმავლობაში მესამე. სხვაგან ვერ დადიან და უნგრეთის და თურქმენეთის შორის დადიან. ეს პრობლემაა ცალკე აღებული თურქმენეთში ცალკე ვიზიტი, ხო? არაფერი პრობლემა არ იქნება. განსაკუთრებით მაშინ არ იქნებოდა პრობლემა, როდესაც ჩვენ გვყავს დასავლური პარტნიორები, ჩვენ მათთან აქტიურად მუშაობთ და ჩვენ აღვიქვამთ ამას როგორც პარტნიორ ქვეყნად. როდესაც ყველა პრაქტიკულად ყველა მეგობართან, ყველა იმ ქვეყანასთან, რომელთანაც ჩვენ გქონდა დიდი ხნის ურთიერთობა და რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი სახელმწიფოებრიობის შექმნაში და განმტკიცებაში, ყველასთან პრაქტიკულად გაციებული აქვს რბილად რო ვთქვა გაციებული აქვს ურთიერთობა და მხოლოდ რჩება აი ესეთი ადგილები, სადაც ისინი დადიან. თან აი ესეთ გაუგებარ და უაზრო და შინაარსისგან დაცლილ ფორუმზე და მე რატომღაც ამბობენ რომ თითქოს აქ წყდება საქართველოს ბედი. დავიღუპეთ თუ საქართველოს ბედი წყდება პუტინის და რა ვიცი მე ესეთ ადგილებში. ჩემი აზრით საქართველოს ბედი საქართველოში უნდა წყდებოდეს და ჩვენ უნდა ჩვენ თვითონ ვქმნიდეთ ამას. და რაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის რომ ხო ეხლა როდესაც ჩვენ შანსი გქონდა ყველაფერი გააკეთა ამ ხელისუფლებამ ისათვის რომ ეს შანსი ჩვენთვის ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი ხალხისთვის წაერთო. მადლობა ბატონ დავით იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. დავით სიხარულიძეს ვემშვიდობებით. დასრულებულია თავისუფალი სტუდია. ერთმანეთს ამ სტუდიაში უკვე მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით. მშვიდობიან ღამის გისურვებთ.